წლის წინ თბილისში სამოქალაქო ომი დაიწყო. 1991 წლის 22 დეკემბერს რუსთაველის გამზირზე ტყვია გავარდა და ხელისუფლებასა და ოპოზიციის წინააღმდეგობა შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა. სწორედ ამ დღეს დაიწყო თბილისის ომი, რომელსაც 15 დღეში პრეზიდენტ გამსახურდიასა და მისი მომხრეების თბილისიდან გაქცევა მოყვა. საქართველო და თბილისი 22 წლის შემდეგ აქ ერთ მოწოდებას ვერ გავიგონებთ, რომ დავჭრიდოთ ამ ვეომოთ. აქ არის სამშვიდობო მოწოდებები, ოღონდ სიმართლეს ლაპარაკობთ. რომ პრეზიდენტს მიყავს საქართველოს ტოტალიტარული სახელმწიფო. აი ეს არის. განა შეიძლება გურამ პეტრიაშვილის დონეზე დაეცეს საქართველოს ინტელიგენცია. განა შეიძლება მართლა ამ გინძური პიროვნების დონემდე დაეცეს საქართველოს. მოსვარა მართლა. ძვირფასო თანამემამულენო, როგორც ხედავთ, შავი დღე დაუდგა საქართველოს. იმპერიულმა ძალებმა და მათმა აგენტურამ საქართველოში თავს მოგვახვიეს სამოქალაქო ომი, საყოველთაო დესტაბილიზაცია. გრძელდება ხალხის მიერ არჩეული კანონიერი ხელისუფლების დამხობის ცდები შეიარაღებული ძალადობით. ჩემთვის თბილისის ომი დაიწყო 29 დეკემბერს, როცა მოკლეს მამა, რომელიც იდგა ოთახში და ამ დროს აი ამ კუთხეში აი აქ იდგა ბეტერი და რატომღაც არ ვიცი აი იმ ფანჯარაში ისროლა, იმიტომ შეიძლება რომ სანთელი ეჭირა, შუა ოთახში იდგა სანთელი ეჭირა და რაღაცა სილუეტზე გაისროლა ბეტერმა და იქვე კეფაში მოხვდა და იქვე მოკლა მამა. ჩემი ძმაც იქ იყო, ვერ გამოყავდა მამა სახლიდან, ყავდა ეზოში დასვენებული და 30-ში გულიზულიობით ძალიან დიდ სროლაში გამოიყვანა ზურგზე აკიდებული მამა და 22 წელიწადის განმავლობაში არავის არ გახსენებია, პირადად ჩემი ოჯახი, მამა ჩემი და კიდე რამდენი ესეთი უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა. დიდი ტრაგედია იყო საქართველოში, ქართველი ხალხისთვის, მე ესე. ჩემთვის პირადად, რა თქმა უნდა, ტრაგედია იყო ამ ომის დაწყება, მაგრამ განსაკუთრებული პირადი ტრაგედია იყო მამა ჩემის დახვრეტა. მამა ჩემი, როდესაც შემოვიდა პუშკინის ქუჩიდან და შედიოდა, აქ გააჩერა პიკეტმა. ის გადმოვიდა და დეპუტატის მანდატი აჩვენა. მაგრამ რატომღაც არ გაჭრა ამ დეპუტატის მანდატმა და დახვრეტილი იქნა ადგილზე. მე ვიყავი მეორე მხარეს. მამა ჩემი იყო დეპუტატი, მაგრამ ეს მეორე მხარეს ყოფნა არ ნიშნავდა იმას, რომ რაღაც სხვა მიზანს ვემსახურებოდი. რასაკვირველია, მე ასეთ ფინალს არ ველოდებოდი და ალბათ ბევრი არ ელოდებოდა ასეთ ფინალს საქართველოში. უბრალოდ მე რაღაცეები არ მომწონდა და ვფიქრობდი, რომ ჩემი ოპოზიციონერობით შეიძლება გასწორებულიყო ეს რაღაცეები, მაგრამ მე, როდესაც 21-ში ღამე, 21-დან 22-ში ღამე ალექსანდროვის ბაღში ნახე პრეზიდენტ გადაფარებული ბეტერები, ვიხდი, რომ საქმე იყო ძალიან ცუდად, მაგრამ რა თქმა უნდა გვიანი იყო უკვე და 22-ში დილით კიდევაც დაიწყო ეს ყველაფერი. ჩვენ რაღაცა სპექტაკლში მონაწილეობდით სულ ყველა, ძალიან ცუდ სპექტაკლში. ვინ არის დამნაშავე ადამიანთა ტრაგედიებში, რომელიც იმ დროს ხდებოდა, თუნდაც სოფო ყურაშვილის ისტორიიდან გამომდინარე? ეს მართლა ძალიან რთული თემა არის, მაგრამ ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ 92 წლის ბოლოს და 92 წლის დასაწყისში განვითარებული მოვლენები, ეს იყო სახელმწიფოს ღალატი, საქართველოს ღალატი.
რომელი ღალატიც სხვათა შორის არ იყო საქართველოში ჩაფიქრებული, ეს იყო საქართველოს ფარგლებს გარედან მართული პროცესი. ვინ დაიწყო, ვინ გამოიყენა პირველმა იარაღი? მოდით პირდაპირ ვთქვათ, პირველად იარაღი გამოიყენა იმან, ვინც გავიდა რკონში, ვინც ჩაიდინა ღალატი, ეს არის თენგიზ კიტოვანი და თენგიზ იგუა, ორი მოღალატე, საქართველოს მოღალატე და როდესაც პრეზიდენტის და სახელმწიფოს დაქვემდებარებიდან გაიყვანა შეიარაღებული ფორმირება ეროვნული გვარდია. სწორედ იმ დღიდან დაიწყო სახელმწიფო გადატრიალება, შეიარაღებული გადატრიალება, რომელსაც კიდევ ერთხელ ვამბობ, მართავდა მოსკოვი და მოსკოვში მждარი მაშინ ედუარდ შევარდნაძე. ედუარდ შევარდნაძემ გამოიყენა საკმაოდ ბევრი ადამიანი, რომელთა უმეტესობა შემდგომში ციხეში თვითონვე ჩასვა თავისი მზაკვრული მიზნის განსახორციელებლად. ქვეყანას გამსახურდი არ მართავდა. ქვეყანას მართავდა სამი ქალი. მისი ცოლი, ცოლის და ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი. მოქმედი ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი წერს ფსიქიატრიული სამმართველოს მთავარ ექიმს, რომ გთხოვთ სასწრაფოდ გამომიგზავნოთ ავანტყოფ ზვიად კონსტანტინეზე გამსახურდიას ავანტყოფობის ისტორია. ამის შემდეგ იწყება ჩვენ შორის უკვე მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა. ოპოზიცია არ თხოვდა მის გადადგომას მაინდა-მაინც. თხოვდნენ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, იმიტომ რომ ის პარლამენტი უკვე უსაქმური იყო, ვერაფერს ვერ აკეთებდა. ეხლა უყურეთ რას აკეთებს კიდე. ქვეყნის პრეზიდენტია ჩაკეტა მთავრობის წინ მოედანი და მხოლოდ იქ მართავს მიტინგებს. 20-ში ჩავატარე მიტინგი მთავრობის სახლის წინ. და მოხდა რა? მას ხო ჩაკეტილი ჰქონდა თავის. ხალხმა დაშალა ესა და გაერთიანდა. და როელოდენ რომ იქ დახოცავდნენ არაფერი, მიდიოდა დაავა კამათი, მაგრამ ფიზიკური შეურაცხყოფა და არაფერი არ ყოფილა ამდაგვარი. გამსახურდია იქ არ არის. გამსახურდია სახლშია. ვინ მართავს პროცესს? სამი ქალი. ბრძანება სროლის თავზე გაცა ცოლის დამ. აი ეს ქვეყანა არ გეკითხებით? მირეკავს გამსახურდიას თავდაცვის მინისტრის მოადგილე ქუთათელაძე. გამსახურდიას ძალიან უნდა თქვენთან სატელეფონო საუბარია. ზარია ზვიადია. ბალნეგის მეუბნება ძალიან ცუდი ამბები ხდება და რა გადაწყვეტეთ? მე ვთქვი ზიად თბილისში უნდა დატო 4 კაცი უკვე მკვდარია და თუ გაგრძელდა შეიძლება ეს 40 საათამდე ავიდეს ხო მეთქი და ამაზე პასუხს შენ და მე ვაგებთ მეთქი. მზათა ვარ ყველაფერზე. მე ვთქვი 2 საათისთვის თვითმფრინავი იქნება გამზადებული. შენ და შენი მეუღლე, იმიტომ რომ ყველა მოდის ინფორმაცია რომ მეუღლე მართავს პროცესებს და არა გამსახურდია. კარგითო. შვილებს მიტოვებს მე, ბალნეგის შვილებს ესაა ველწავი, მე ვთქვი არც საჭირო შვილებს. მაშინ მე ვთქვი ჩემი პასუხისმგებლობაში ერთი ღერით მოთმო მე ვაგებ პასუხს მეთქი ბიჭებს ორივეზე. 2 საათზე მირეკავს და მეუბნება რომ იცი რომ მეუღლე ავად გახდა რაღაც ცუდათო და გადავდოთო საღამოს 8 საათამდე წასვლა. 27-ში უკვე შედგა შეხვედრა საქართველოს ტელევიზიის შენობაში გამსახურდია სამხედრო ხელმძღვანელობა და იმისი გვარდიის სამხედრო ხელმძღვანელობა. მოილაპარაკეს რომ ღამე 12 საათზე შეხვდებიან ორივე მხარის სრულუფლებიანი წარმომადგენლები და გადაწყვიტავენ რომ მორჩეს და ეს შეიარაღებული დაპირისპირება. ღამის 12 საათზე ჩვენი ესე იგი ოპოზიციის დელეგაცია მიდის. თითქოს გვაქვს ის რომ გამსახურდიამ მიცა თანხმობა თავის დელეგაციას, ის დელეგაცია არ მოდის. ესე რომ დამთავრდა რასაკვირველია ეს ტრაგედია იყო ქვეყნისთვის, მაგრამ პოლიტიკური მე რო არ გამიდრო რა იქნებოდა საქართველოს. აი ეს რო არ მომხდარიყო გამსახურდია რო დარჩენილიყო. როდესაც ქვეყანა იღუპება, ის ხელისუფლება ვინც ღუპავს ქვეყანას უნდა მოაშორო. აი ეს არის მცირე ფრაგმენტი. დიახ, ბატონოტარია. ეს არ იყო სამოქალაქო ომი. დღეს ხდება არა 20 წელიწადია, 22 წელიწადია ამ ძალიან მძიმე პროცესის შეფუთვა ტერმინოლოგიურად. ეს არ იყო სამოქალაქო ომი, ეს იყო საქართველოს დამოუკიდებლობის გამომცხადებელი ხელისუფლების დამხობა რუსეთის მიერ და გამოყენებული იყო მასში ქართველთა ნაწილი.
აქ რეალურად მოხდა რა? გამსახურდია ვინც გამოაცხადა რეფერენდუმის ბაზაზე დამოუკიდებლობა დაამხობილ იქნა და საქართველოს შევიდა შეიყვანეს SNG-ში, DST-ში. ეს იყო პროცესის რეალური სურათი. მაგრამ ბატონ ტარიელ, თქვენ გამორიცხავთ იმას, რომ იყო დაპირისპირება საქართველოს მოქალაქეებს შორის თუნდაც იდეოლოგიური. დაპირისპირება მუდამ არსებობდა, მუდამ იქნება საზოგადოებაში, მოყოლებული აბელკაენიდან დაპირისპირება არსებობს ყოველთვის, მაგრამ ქვეყნის დამხობა იარაღის გზით არის გარდა შეკვეთით განხორციელებული და ეს არის დანაშაული. სიგუა გამოვიდა და აი მისი სიცრუის აი მარტივი დადასტურება, როდესაც ის საუბრობს, რომ ის გადადგა და შემდგომში წავიდა მეცნიერებაში და არ ერეოდა საერთოდ პოლიტიკაში. სიგუა გახდა ჩემი მეზობელი. მე ვცხოვრობდი მე-7 სართულზე, ის მე-4 სართულზე. გადადგა თუ არა, იმავე დღიდან მისი სახლი და ჩვენი ეზო გადაიქცა კიტოვანის გვარდიელების ერთგვარ თავშესაფრად და იქ ხდებოდა იმ ღონისძიებების დაგეგმვა, რომლებიც შემდგომში მათ დაგეგმენ. ანუ ეს მარტივი სიცრუე კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ ეს ადამიანი არის ტიპიური დამნაშავე. ესენი უნდა ისხდნენ ციხეში და თუ ციხეში არ ისხდებიან, მაშინ მათ პასუხი მაინც უნდა აგონ დაღუპულ ბიჭებზე. ყველა იმ ქართველზე, რომელიც შემდგომში სამეგრელოში დაწიოგდა, იმ ოჯახებზე, იმ დარჩელზე, სოფელ დარჩელზე, რომელიც გადაწვარი იქნა თავიდან ბოლომდე და იმ 1000 გვარ საზიზღვრებაზე და რაც ყველაზე მთავარია, აფხაზეთის დაკარგვაზე. იმიტომ რომ კანონიერი ხელისუფლების დამხობამ ლოგიკურად გამოიწვია აფხაზეთის დაკარგვა. ზუგდიდში ტარდებოდა მიტინგები და ამ მიტინგებს კიტოვანის გვარდიელები, რომლებიც დამსჯელი რაზმი იყო, არ ბევდნენ. და ჩემი შვილი გოჩა მიტინგზე დადიოდა. 25 თებერვალს ავიდა ჩემი შვილი და მე და ჩემი უგდა უკან გავყევით ჩუმად, რომ არ დავენახეთ და როდესაც დაარბიეს მიტინგი მოპირდაპირე მხრიდან კინოთეატრის საქართველოს რვა იმ ქუჩაზე შემოვედით, დავინახეთ მოპირდაპირე მხრიდან მოდიოდა ჟიგულის მარკის მანქანა და 4-ივე ფანჯარა ჩაწელიყო და 4-ივე ფანჯარიდან გამოყოფილი იყო ლულები, თოფის ლულები. უცებ დაამუხრუჭეს მანქანა მთელი სისწრაფით გადმოხტა 4-ვე გვარდიელები იყვნენ, გვარდიის ფორმები ეწოდ, გადმოხდნენ და ეტაკენ პირდაპირ ჩემს შვილს. და დაუწყეს შემა და მე რა თქმა უნდა შუაზე დავდექი, მინდა ავეფარო ჩემს შვილს და რამდენიმე მუშტი მეც მომხვდა და ჩემი შვილი გახტა განზე ალბათ, მე ვფიქრობ, რომ იმიტომ რომ ხელი აეცილებინა ჩემთვის. და ამ დროს ერთ-ერთმა დაუმიზნა თოფი, იარაღი. და მე შევყვირე არ მომიკლა ეს ერთი ბიჭი მყავს მეთქი. და ვიღაცა ერთმა უთხრა, არ ვიცი 4-დან, რომ არ ესროლო ბიჭო, მაგრამ ამან არ გაჭირა თქმა და დაუმიზნა და ესროლა. ჩემი შვილი იქვე ჩაიკეცა, მუხლებზე დაეცა, მივარდი ჩემ შვილთან და ნახე რომ აქედან საძილი არტერია ყოფილა თურმე და მოდის თქრიალით სისხლი. და გამოვეკიდე ესენი გაიქცნენ ესენი მანქანისკენ და მე გამოვეკიდე რა ქენით შვილი ხომ მომკალით, ახლა მე მომკალით მეთქი. და ჩემმა შვილმა თავი კისერი მოიღრიცა, ძირ თან ჩემ შვილს უყურებ რომ პირველი დახმარება თუ შეიძლება არ დავკარგო დრო. და ჩემ შვილს შევხედა და კისერი მოიწვა და დაუძახა, არაო, ესე იგი არ მომიკლათო. ეს სიტყვები დამიტოვა ისიმე სანანებლად ცხოვრებაში სიკვდილამდე. დედას უფრთხილებდა, როცა თვითონ სული ამოსდიოდა. იმ დღიდანვე დავიწყეთ დამნაშავის ძებნა ვახტანგ ვლადიმერის ძე გიორგაძე. ძმა მოუკლავთ გელა გიორგაძე, აი ამ არეულობის დროს მისი თბილისში. და ამას უთქვამს, ძმა რომ მოკლეს, 20 მეგრელი უნდა მოუკლავო. ჩამოსვლა და 17 მოუკლავს. მე 17 იყო ჩემი გოჩა. ხმარა მოუღია სასამართლოს და რო დამთავრდა და უთხრეს 15 წელიო. მაშინ დაიწყა 17-იო, 17 მოუკალიო. 15 წელი ქონდა მში და 10 წლის შემდეგ გარდაიცვალა ციხეში. სამოქალაქო ომი ვიგრძენით 20 წლის წინ, 1993 წლის 16 ნოემბერი იყო მაშინ. აქ ხედრიანის ორი მანქანა დადიოდა, მსუბუქი მანქანები, რუსული წარმოების მანქანები. ხედრიანის ბიჭები ასე ამბობდნენ, რომ ხედრიანის ბიჭები იყვნენ ესენი და ზუგდიდიდან ანაკლიამდე რაც მისთანაც შედიოდნენ, იქიდან ყველაფერი გამოქონდათ ამათ. ვერ მოითმინა ეს ზოგიერთებმა და იარაღით დახვდნენ ამათ ზუსტად ჩემი სახლი, ამ სახლის წინ აგერ გვერდზე. დაიწვა იქ ხედრიანის ორი მანქანა და იქ ორი ადამიანის ჩაიწვა იმ მანქანაში. ამის შემდეგ რაღაც ნახევარ საათში უკვე კბილებამდე შეიარაღება, რაც მაშინ შეიარაღება ჰქონდა, ყველაფერი აქ იყო, მხედრიონის შეიარაღება რაც ჰქონდათ მაშინ.
მოადგნენ აქ და დაიწყეს სროლები და ჩვენ ახლა უიარავ ხალხი ამათ ნაღდად ვერ დავხვდებოდი და ყველა გაიქცა რა შეაფარეს აქეთ-იქით შეაფარეს თავის ყველამ და ესენი კიდე თავის გემოზე შეცვლიდებოდნენ ოჯახებში გაქონდათ რაც მოესურვებოდათ ის გაქონდათ და შემდეგ უკეთებდნენ ცესს რა თავიანთი ყვალი დაეფარათ ამათ ასე აქ იმ პერიოდში 26 ოჯახი გადაიწვა მაშინ აი ეს ოჯახიც აქ მოყვა ამ სიტუაციაში და დარჩა 20 წელი გავიდა და ამ ოჯახმა ვერაფერი ვერ გააკეთა ბატონო მამუკა ხომ არ გაიხსენებდით EDP-ს მიტინგს იმიტომ რომ მაშინდელი ოპოზიცია ამბობდა რომ ყველაფერი დაიწყო EDP-ს დარბევით და ჩვენ შეგვიძლია რომ ეს კადრებიც ვნახოთ პარალელურ რეჟიმში დიდი მადლობა მოწვევისათვის თემა ძალიან ფაქიზია თქვენ სწორად აღნიშნეთ მაგრამ ამავე დროს საზოგადოებამ უნდა იცოდეს რომ ჩვენ როცა აქ მოვედით იმდენად თბილად მოვიკითხეთ ერთმანეთი. დიახ, ეს მე გადმომცეს. აი იმდენად გავიხსენეთ თბილად რომ არა დაუშვათ ის ემოცია 20 წლის წინანდელი ვიღაცა იფიქრებდა რომ ამ ხალხს ერთმანეთთან რა აქვს გასაგები. ეს არ იყო სამოქალაქო ომი, მიმდინარეობდა ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის, რუსეთის იმპერია მაქსიმალურად ხელს უშლიდა ამ ბრძოლას და დაინახა რა 88 წლის ნოემბრის უპრეცედენტო ერთიანობა ქართული საზოგადოების და ის გამარჯვება რაც ქართულმა საზოგადოებამ მიაღწია დაინახა რა 9 აპრილის ასეთივე ერთიანობა და შემართება შემდგომ აი სწორედ აქედან იწყება აქედან იწყება მთელი პროცესი რა თქმა უნდა თქვენ ნანობთ რომ მაშინ იყავით გამსახურდეს ოპოზიცია ერთი რამ არის რომ ნამდვილად მე ვერ ვიტყვი რომ ამას ვნანობ მაგრამ ვნანობ არა ამას რომ ოპოზიცია ვიყავი არამედ ვნანობ იმას და ყველა ჩვენგანი უნდა განიცდიდეს რომ გარკვეულწილად ჩვენ ვერ უზრუნველყავით პოლიტიკოსებმა ვერ უზრუნველყავით იმ მომენტში პოლიტიკის სწორი წარმართვა და რა წამს იარაღი გავარდა რუსთაველზე ჩვენს უყველამ დავგვარგეთ ფუნქცია. მართლაც რომელსაც ძალის გამოყენება დასჭირდება თავისი ხალხის წინააღმდეგ ის მართალი უნდა გადადგეს და არა მარტო უნდა გადადგეს არამედ სამშაბათზე უნდა დადგეს აპრილის თვიდან დაწყებული ჩვენ ვაწყობდით საინფორმაციო მიტინგებს. ერთ-ერთი მორიგი მიტინგი იმართებოდა და ამ მორიგ მიტინგზე გავარდა ტყვია. ვისგან რა ამერიკის კონგრესმენების დელეგაცია იყო თბილისში და უნდა ენახებიათ ამერიკის კონგრესისთვის რომ გამსახურდა იყო დიქტატორი და ეს იყო პროვოკაცია. სანდრო ერთი წუთი აპრილიდან რაღაცა მოხდებოდა, ხან ვინმე ჩამოვიდოდა, ხან ვინმე წავიდოდა, ხან რაღაცა მოხდებოდა, ან ქორწილი იქნებოდა, ან ქელეხი. ახლა თქმა იმისა რომ აპრილიდან წინასწარ ვიცოდია ვინმე რომ 2 სექტემბერს ჩამოვიდოდა. არა ბატონებო, 2 სექტემბერს არ არის საუბარი. არა, საერთოდ ვამბობ. სხვა პროცესები არის საუბარი. იმ ხალხზე, რომელიც ამ ყველაფერს მართავდა. ისტორიულად არის ყველაზე მნიშვნელოვანი აქციის ორგანიზატორი. თვითონ ჯაბა იოსელიანმა დაწერა თავის წიგნში ერთი რამ. ის აღნიშნავს, რომ ერთ დღეს, როდესაც კანონიერი ხელისუფლების მომხრეებმა შემოუტიეს პუტჩისტებს უკვე ცუდად იყო საქმე და მან გადაწყვიტა რომ დარჩენილი იყო ანუ ჯაბა იოსელიანი დარჩენილი იყო რუსთაველზე და არ მიეტოვებია თავისი ხალხი და ის წერს რომ შეშინებული სიგუა და კიტოვანი გაიქცენ იცით საათ გენერალ ბეპაევთან და საკავკასკი ვაენი ოკრუგ ესე ერქვა იმ შენობაში ეძინათ და შემდგომში სწორედ იქიდან გამოვიდნენ შეიარაღებულები და დაამხეს კანონიერი ხელისუფლება. ეს ადამიანები, ლიდერები, მე პოლიტიკურ ლიდერებზე არ ვამბობ, სამხედრო ლიდერები ამ შემთხვევაში. ხო და მე პოლიტიკური ლიდერების და ჟურნალისტების აზრი მაინტერესებს. იმ თემასთან დაკავშირებით აგენტურული ქსელი იყო. დავამთავრებ ამ თემას. აი ეს გვერდიძის მამუკა გიორგაძე ერთ-ერთი ლიდერი ამ აქციის. აი სწორედ იმ აქციის ორგანიზატორი მე ვიყანტურია საერთოდ არ ისწრებოდა იმ აქციას, შემდეგ მოვიდა. ეს იყო მორიგი მიტინგი. არაფერი არ უნდა მომხდარიყო. დღემდე ვერ ამისნია, რაც არ უნდა ოპოზიცია ყოფილიყავი გამსახურდიასი, ჩემი დაჭერა რომ რუსულ ტენდენციებს გააძლიერებდა ოპოზიციის ფლანგზე, ეს ყველასთვის ნათელი იყო. აი მე მაგალითად არც ველოდი.
არც ველოდი რომ ჩვენ დაგვიჭერდნენ, ნამდვილად არ ველოდი პირადად. მოდით ამ კითხვით ვალტერ შურღაიასთან გადავიდეთ, ხო? ბატონო ვალტერ, ოპოზიციის დაჭერა და დაუშვათ ის ქმედებები, რაც შემდეგ მოყვა. იყო თუ არა პირიქით ამ სიტუაციის დაძაბვა ხელისუფლების მხრიდან, რომელსაც ყოველთვის უფრო მეტი პასუხისმგებლობა აკისრია ვიდრე ოპოზიცია. დიახ, მადლობთ. ეგა მიუხედავად დიდი პატივისცემისა, გულწრფელად მართლა დიდი პატივისცემისა თქვენს მიმართ, თქვენი საუბარი, რითაც თქვენ ეს საღამო გახსენით, მიანიშნებს იმაზე, რომ ეს მოვლენა შეფასებული არ არის. სანამ ეს არ შეფასდება და სანამ ამას სახელი არ დაერქმევა, სამოქალაქო ომი იყო ეს, თბილისის ომი იყო ეს, თუ რა ჯანდება იყო ეს. ეს უნდა შეაფასოს უპირველეს ყოვლისა საქართველოს ხელისუფლება. თორემ ხალხს ეს შეფასებული აქვს. ჩემთვის ეს გახლდათ იმპერიული რევანში შესრულებული კრიმინალური ელემენტების მიერ. მე აქ მოვედი მაყურებელთან და მსმენელთან სასაუბროდ, იმიტომ რომ სანამ ვიმეორებ, სანამ ამას სახელი არ და აი ღმერთმა დამიფაროს, რომ მე ვერავინ ვერ დამაბრალებს, ვიყო ნაპოლეონის გულშემატკივარი. მაგრამ გაიხსენეთ ხალხო, ბონაპარტისტებსა და როიალისტებს შორის რამდენიმე საუკუნე იყო დაპირისპირება. ეს მუდამ ასე იყო. აი ეს ღიმილი, გადაკოცნა, გადმოკოცნა, ეს ისეთი თამაშია, რომლის მიღმა იმალება საშინელება გადავაშვილებზე. მე ეხლა თქვენ და ბატონმა მამუკამ რო გადაკოცნათ ერთმანეთი ეს ყალბი იყო? მე ჯერ ერთი არ გადავიკოცნია, მაგრამ გულფრთხილად ხელი ჩამოვა, მამუკას თქვი არ უსრია. ბატონო მამუკა, ჟურნალისტით დანდებოდით და ძალიან ბევრჯერ გისაუბრიათ ამ თემაზე, ჩემს გადაცემაშიც, სად იყო ასე ვთქვათ, დაშვებული შეცდომა და რა იყო მიზეზი იმისა, რომ აი მივედით იქამდე, რასაც ქვია, დასრულა ორივე მხრიდან. უნდა ჯერთი დონ დავეთანხმო, რასაკვირველია სახელმწიფო გადატრიალება იყო ის სასახად და ამ სახელმწიფო გადატრიალებაში მე პირადად მონაწილეობდი გადატრიალების მომხრეების მხარეს. მე როგორც მონაწილე ამ გადატრიალების ვამბობ, რომ ცალსახად ეს იყო სახელმწიფო გადატრიალება. მაგრამ ეხლა ეს დღევანდელი გადმოსახედიდან არის და იმ პოლიტიკური შეფასებებიდან, რომელიც მას მერე გაჩნდა. იმ მომენტში ალბათ ეს ყველა ვერ ხვდებოდა ამას. საიდან დაიწყო ეს ამბავი? სხვა შორის ძალიან ეხლა კადრები რო აჩვენეს, იქ ზოგი ჩემი გადაღებულია და იმ თბილისის ომის აი პირველი შეტაკების დროს მე ესე ვიცი, მე ველაპარაკე მაშინ ამ შეტაკების ხელმძღვანელი ვინც იყო პოლიციის სამმართველოს უფროსი არ მინდა ხეგვალიცაოს სახელი დავასახელო. იმათ თქო, ჩემთვის აბსოლუტურად მოულოდნელი იყო გამამიძახეს საერთოდ. არ უნდა ყოფილიყავითო ჩვენ, იმიტომ რომ ეს მიტინგები მართლა ესე იმართებოდა. შეიძლება ინსპირირებული იყოს, სხვა რამის გამოხდებოდა ეს ამბავი, მე არ ვიცი ვინ გამოუძახა. ზვიად გამსახურდია ეს გვერდით ატრიალებდა ხალხი და ახლა ბარტონო ვალტერ ვერ მეთქვით, რომ ეს ესე არ იყო, რომელიც ამ საქმეში რაღაცა ფორმით ჩართული იყო ნამდვილად. ხო და მე სხვა რამე მინდა ვთქვა, იცით რა არის? ჩემთვის საიდან დაიწყო? ჩემთვის მაგალითად მე 16 აგვისტოს ლევან ალექსიძის მეშვეობით ვიყავი კაბინეტში. ზვიად გამსახურდიას და ეს 2 სექტემბრამდე რამოდენიმე კვირით ადრე. და უთხარი, ოღონდ ამაზე არ მილაპარაკე, ეს არ იყო ჩემი საქმე. მე უთხარი იმ მდგომარეობის თაობაზე, რომელიც შეიქმნა ტელევიზიაში. ტელევიზიის თანამშრომლებისთვის დაიწყო აი აქედან დაახლოებით. იმ მოულოდნელი, აბსოლუტურად ცარიელ ადგილზე ცვლილებებიდან, რაც დაიწყო ახალმა ხელმძღვანელობამ. მაგალითად, პრინციპში ახლა მე არ ვიცი, შეიძლება გამოვიდეს სუბიექტური, მაგრამ რაც რამე დავალება ხდებოდა, მაშინდელი ახალი ხელისუფლება ავალებდა ერთ-ერთი წამყვანი გადაცემა იყო მაშინ საღამო მშვიდობისა. აი მახსოვს რომ ზვიადის მე ზვიადს ვიხმარ. პირადი დავალებით ჩვენი თანამშრომლები ჩავიდნენ და ერთ დღეში ჩაწერეს სამ დღეში ჩაწერეს სამივე ხელმძღვანელი ლატვიის, ლიტვის და ესტონეთის. ახალი არჩევნებთან დაკავშირებით ისალოს რო გაეკეთებინა. ჩვენ ასაკურველია მივესალმეთ ამ ახალ ხელისუფლების მოსვლას და აქედან გამომდინარე არ ვითვლებოდით. უბრალოდ ქონდა გარკვეული კრიტიკული პოზიცია იმ პერიოდში. მაგრამ ეს არ ნიშნავდა იმას, რომ ახალი ხელმძღვანელობა რომ მოვიდა, ერთ-ერთი პირველი რაც გააკეთა, მაგალითად ეს გადაცემა გააუქმა. პირდაპირ დახურა გადაცემა და გაგვიშვა. და მე მივედი და ამის თაობაზე, გადაცემის თაობაზე კი არა შექმნილი და გამარების თაობაზე მოვუყევი ბატონ ზვიადს. ყურად არ იყო და აი 12 სექტემბერს მე მოხდა ის რაც მოხდა. 12 სექტემბერს ტელევიზიის ჟურნალისტთა გამოსვლა არაფერ კავშირში არ იყო იმასთან, რომ თქვათ მე აი სამხედროები შემოერთება და მე რაც მოხდა იქ. ეხლა ამიტომ მე მინდა თქვენ ბატონო მამუკა შეიძლება იყო და თქვენ არ იცით. არა მე გეტყვით, აი მე რა ვიცი რა, იმიტომ რომ მე მაგალითად ჩემი ადგილი მე სხვანაირად მომნიშნე.
ტელევიზიის თანამშრომლთა დიდი უმრავლესობა შემდეგ ამას გაემიჯნა. ხო, ხა ზოგი ფიზიკურად წავიდა, წამოვიდა. მე დავრჩი, ამიტომ მე არ შემიძლია ვთქვა, რომ მე ამ სამხედროებთან კავშირი არ მქონდა მეთქი და მე ჩემი წილი პასუხისგებლობა ნამდვილად ამაგ და ვიცი. მე ბოლომდე ვიყავი ამათ გვერდით. მე რას რა მიდოდა მე თქვა იმ კადრზე მაქვს ლაპარაკი, ამით დავიწყე. ის კადრი ის არის ჩვენი ჟურნალისტიც გადაღებული, საღამოშვიდობის ჟურნალისტიც გადაღებული და მაშინ მახსოვს რომ ამ კადრს ახლა ხმა არა. აი ერთმა ადამიანმა თქვა რომ აი იცოდეთ რომ ამ სისხლის ლაქასო პატარა ლაქა, სისხლის ღვამოყვებაო. ასაკოვანი კაცი იყო და სხვა შორის ესეც მოხდა. ამიტომ არის მე დღეს რო ვამბობ. სანდრო ბრეგვაძე არ მომცემს ტყუილის საშუალებას, ამიტომ იყო მე არჩევნების წინ მოვედი და ეროვნულების შეკრებაზე ბოდიში მოუხადე. იმიტომ კი არა რომ მე თავს აბსოლუტურად დამნაშავედ, პირადად მე. ზუსტად იმიტომ მოვიხადე ბოდიში რომ გძნობ რომ ის სიტუაცია, ის რღვევა ჯერ ერთი არ გამთელებულა და მეორე სიტუაცია გრძელდება. სამწუხაროდ ამაშია საქმე, ამაშია ჩვენი თავარი უბედურება. ჩვენ ვერაფრით ვერ მოვახერხეთ ამ სიტუაციის გამთელება. ვერაფრით ვერ მოვახერხეთ რომ ერი და ბერი ერთად იყოს გარკვეული პრობლემა. ვერც მოვახერხეთ თუ ამის ანალიზი არ გავაკეთებ. ანალიზი რა თქმა უნდა გეუბნები გაგერ ეს არის სამხედრო გადატრიალება იყო. სახელმწიფო გადატრიალება რა თქმა უნდა სამდენი. მოვიყენეს ყველა მხარე. ესე იგი რუსეთიდან იმართებოდა თუ არა? შევარდნაძე რომ ჩამობძანდა და მიწაზე ტრაპიდან მიწას დაადგა ფეხი, მაშინ თქვა არის არქივში და შეგიძლიათ მოიძიოთ. მადლობა ინტელიგენციას, დროზე გამოფხიზლდა იარაღი, აიღო ხელში და დაამხო დიქტატურა. თუ შეიძლება მთავარი შეკითხვა და პასუხის უფლება მიცეთ ზვიად გამსახურდიასაც, ხო? ზვიად გამსახურდიამ თავის ინტერვიუში მან თქვა, რატომ რის გამო მოხდა პუჩი. 22-ში იყო ეგრეთ წოდებული SNG-ს ხელმოწერა, ხო გახსოვთ? გარბაჩოვმა შემოუთვალა თუ ხელს არ მოაწერ, პრობლემები შეგექმნეს. ხო და არა მარტო რუსეთის, ასევე გახსოვთ თქვენ ეგრეთ წოდებული ბოდიში პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა უკრაინიდან მოუწოდა პირდაპირ პუჩისაკენ. მან თქვა, ზვიად გამსახურდია, როდესაც აცხადებს დამოუკიდებლობას, ის მიდის დინების წინააღმდეგ. ზვიად გამსახურდიამ გასცა პასუხი, დინებას მკვდარი თევზები მიყვებიან. ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების ყველა ძალოვანი მინისტრი გამოდგა გამყიდველი. როდესაც მთავრობის სასახლეში ვიყავი, ჯერ პუჩი დაწყებული არ იყო, ზვიად გამსახურდია შემხვდა ეზოში, უზენაეს საბჭოსი და მე მახსენდება მის სიტყვები, მე გარედან არ მეშინია, აი შიგნიდან ღალატის მეშინიაო. ანუ მანაც იცოდა რომ შიგნით იყო ღალატი. ზვიად გამსახურდიას გვერდზე რეალურად აი ეს ხალხი დარჩა და კიდევ ის ხალხი რომელსაც მე მინდა მეხუთე კორონა იყო აქ შერეული და ეგ აი დავასრულებ. ყველაზე დიდი საშინელება მარტო პუჩი კი არ იყო. პუჩის შემდგომ განვითარებული მოვლენები, როდესაც ყველას გვაპატიმრებდნენ, ხრიტავდნენ, ხალხი დახვრიტეს, დაამახინჯეს, რა უქნეს და ჩვენ საუბრობთ ეხლა რომ ტელევიზიაში ვიღაცას ოპერატორი არ მოეწონა? აი ოპერატორი რომ არ მოეწონა, რეჟისორი რომ არ მოეწონა, ამის გულისთვის ავტომატით უნდა გამოხვიდე, ბეტერით უნდა გამოხვიდე, სახელმწიფო უნდა დაამხო და მერე სახლებში უნდა შეუვარდე იმ ეგრეთ წოდებულ ზვიადისტებს, უნდა დააწიოყო, უნდა მოკლა, უნდა გაანადგურო, უნდა გააუპატიურო, უნდა გაძარცვო, ეს არის დანაშაული. მეტი ამას არაფერი არ თქვია. მე ვაჟარი სანდრომ რაც თქვა ვეთანხმები, მაგრამ ეს სხვადასხვა დროის ამბავია, სხვადასხვა პერიოდის ამბავია. ჩვენ ვერ მოვიცავთ ამ ყოველივეს. ან უნდა შევთანხმდეთ იმასთან დაკავშირებით, რომ სალსალე განვიხილოთ სამივე პლასტი, დაუშვათ პოლიტიკური, სამართლებრივი და სამხედრო. სახში რომ უვარდებოდნენ, ეს სამხედრო დანაშაულებებია. შესაბამისად სამართლებრივი დანაშაულები არა ეხლა უნდა ვთქვა ის ორ თებერვალს მიტინგი რომ დახვრიტეს ის სამხედრო დანაშაულია მაგრამ ამ დროს პარლამენტში რომ ზიხარ და პარლამენტის დეპუტატი ხარ და მართველ ფრაქციას რომ წარმოადგენ მე როგორც ჩემ მეგობარს უნდა გითხრა ელემენტარულად უნდა ადგე და პროტესტი უნდა გამოთქვა იმ პარლამენტში რომ რატომ ხრიტავენ ორ თებერვალს მიტინგს იქო და არავინ თქვენ პროტესტი არ გამოხატეთ იმ პარლამენტში რომ მართველს არ ბევდნენ მართლ უმრავლესობაში არასოდეს არ ყოფილვარ ეს ოპოზიციაში თუ ვიყავი მაშინ და ოპოზიციას როცა ვიყავი ამ თემებთან დაკავშირებით ჩვენ ძალიან მკაცრი პოზიციები გვქონდა რა და ბევრ საკითხთან დაკავშირებით კი გასაგებია აქ არ არის საუბარი როგორ იქცეოდა მამუკა გიორგაძე იმიტომ რომ მამუკა გიორგაძე ისეთივე იყო დაპირისპირებული შევარდნაძესთან ისე იყო დაპირისპირებული სააკაშვილთან ასე რომ მამუკა გიორგაძეში პრობლემა არ არის
პრობლემა დგას თვითონ ვითარებაში და ამიტომ ჩვენ თუ გვინდა რომ ამ გადაცემამ შედეგი მოიტანოთ და ჩემი საზრით უპირველესი შედეგი არის იქიდან რომ აქ უფრო მეტად გაერთიანებული გავიდეთ ამ სტუდიიდან ვიდრე აქ შემოვედით. მე ვიცნობ ადამიანებს, სტუდენტებს, ჩვენ არ ვიყავით შეიარაღებული ფორმირება, რომელთაც მაგალითად მიხეილ ამისულაშვილის ერთ-ერთ ადამიანს პლოცკოთი მოაძრეს ფეხზე ფჩილი. ეთანხმები ბატონო. და ეხლა მეუნები დაწყლარდი, როგორ დავწყლარდი? ეხლა აკვეთებს რომ უყურებ, ხო? მე სტუდენტი დამიჭირეს სახში, ჩემს სახში. აბსოლუტურად ყუილა და მაწამეს. და ეხლა ვკითხულობ, არც გვარდიელი ვიყავი, არც ვიბრძოდი და არც არავის არ ვესწროდი. აი რას მერჩოდე. თბილისის ომი, ეს არის თავშესაფარი იმ ხალხისა, თბილისის ომი და სამოქალაქო ომი, თავშესაფარი, რომელთაც უნდათ რომ რაღაცნაირად ცოტათი მაინც პასუხისგებლობა მოიქცნენ. და თქვა რომ რა ვქნათ, კაცო, სამოქალაქო ომი იყო და იქიდანაც გვესწროდნენ და ჩვენსა და იქ რა იქნება. რა თქმა უნდა, სამოქალაქო ომი კი რა. ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ, არც ერთი წუთით არ დაგვავიწყდეს ის მომენტი, რომ ეს იყო სამამულო ომი, თუ მაინც და მაინც თუ ომი. ეს იყო თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ომი. სამამულო ომი, სადაც ერთმანეთს ქართველები ომებოდნენ. ქართველები იქ, მეჩები იმით, რადგანაც აბას მივადა იქ, რადგანაც ვლაპარაკობ და მეკითხებით, გეტყვით. ქართველები იქ იყვნენ ჯარისკაცებად. ამის გამხორციელებელი იყო სხვაგან, ესე იგი, იმის დამგეგმავი, დამფინანსებელი, იარაღის მიმწოდებელი ყველაფერი და ამისი შემკვეთის სიტყვებშია. რატო აყვნენ ქართველები კარგით ამ პროვოკაციას თქვენი აზრით? უამრავ ხალხს აქვს თავისი შეხედულება, დაწყებული ამბიციით. 22 წელი კი გავიდა, მაგრამ ამ 22 წლის განმავლობაში ის ადამიანები, რომელსაც სულში ჩააფურთხეს, რომელსაც ესე იგი დაარბიეს, გაატყავეს, ასე ვთქვათ, ეკონომიკურად თუ ყველანაირად მორალურად რაღაცა ყველაფერი წაართვეს, მათ მიმართ არც არავის არ გამოუთხას. ერთი ორმა კაცმა თუ თქვა რომ სინანულში ვარ რაღაც. ერთი იყო დაუშვათ ყარყარაშვილი და მეორე აი ჩორგოლაშვილს ჰქონდა მაშინ რაღაცა მონაწილეობა და მე თქვა რომ შეიძლება მე მიზა რომ ბატონ გიგა არველაძეს შემდეგ იქვა ბატონ გიგა ჯერთი მადლობა რომ მოხვედით მით უფრო რომ ასე ვთქვათ თემა არის ძალიან მძიმე და ძალიან ბევრი კითხვა არის თქვენთან. თქვენ თუ გაგიკეთებიათ თქვენთვის შეფასება აი მოვლენების აი თქვენი ხედვა მაინტერესებს, თქვენი აზრი 22 წლის მერე იმ მოვლენებისა, რაც ხდებოდა 1991 წელს, რაც დაიწყო, რაშიც თქვენც უშუალოდ იღებდით მონაწილეობას, როგორც ერთ-ერთი მხარე. მოგესალმებით. კი, რა თქმა უნდა, მე გამაჩნია ჩემი პოზიცია. უბრალოდ 22 წელი გავიდა და ამის შესახებ ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ, ძალიან ბევრი რამე თქმულა, ბევრი დოკუმენტური მასალა არსებობს. მე მგონია დადგა ის დრო, როცა ჩვენ რაღაცა უფრო გაერთიანებისკენ უნდა წავიდეთ და უფრო ის, აი ამას წინათ მაგალითად მოხდა ეგეთი ფაქტი, რომ მხედრიონელებმა, გვარდიელებმა და ზვიადისტებმა ერთმანეთს ჩამოვართვით ხელი და პრინციპში შენდობა და პატიება ვთხოვეთ რა. მე მგონი უფრო აი ამისი დრო დადგა. დადგა დრო, როცა ერთიანი ძალებით უნდა მივხვდეთ ეს ქვეყანა ვერც შევარდნაძემ ვერ მოასწრო თუ არ მოასწრო ამ ქვეყნის აშენება, არც ზვიას დასწლია. ასაშენებელია რა, ბევრი რამე არის საკეთებელი რა და მით უმეტეს ის ხალხი, რომელსაც ეს მწარე გამოცდილება გაგვეჩნია, ჩვენ უნდა რაღაცნაირად დარაზმულები ერთად უნდა ვიყოთ, ერთ იმას უნდა წარმოვადგენდეთ დღეს. მომავალ საფრთხეებში. ბატონო გიგა. რა თქმა უნდა. არის ესეთი ინფორმაცია, რომ უშუალოდ თქვენ ხელმძღვანელობდით მიტინგის დარბევას. შესაბამება თუ არა ეს ინფორმაცია სიმართლეს და შეგიძლიათ თუ არა გაიხსენოთ თქვენის მომენტში. როგორ შემიძლია გავიხსენო? დავიდეთ ციხეებში, მაგრამ ქართული კაცის ხელი, ქართული კაცის სისხლი აღარ უნდა დაიღო. კი ბატონო. დამნაშავე ვარ. უკი, რაიმე, თქვენი თქვა. პრეზიდენტს უღალატე და იმ მომოლის. ვინ? ვინდა თქვენ?
მამა აგერ დგას, შვილი უნდა გაუპატიო. მაინც გეცნობითო. ჩვენ იქით არ მივსვლა თქვენთან. და სუქტიჩი რა გინდოდა? ხო, დაკპატიშე? ხო, რა გინდოდა? რა გინდოდა? მე? გადაწყვეტილება ქვია, როცა ჯგუფი შეიარაღებული დაამხობს ხელისუფლებას. ახსენებთ როგორ შემიძლია გავიხსენო, მაგრამ ხელმძღვანელობით მე არ მეხემძღვანელია, იმიტომ რომ ისეთი მახსოვს ძალიან შერეული კონტინგენტი იმაშებოდა, გვარდიელებიც იყვნენ, თბილისელებიც იყვნენ, ჩვეულებრივი მოხალისეებიც იყვნენ, მხედრიონელებიც იყვნენ. ის ძალები, რომლებიც საქართველოს არასაკეთილდღეოდ მუშაობდნენ, ის ძალებიც იქ იყვნენ. აი კონკრეტულად იმ სიტუაციაში, მიუხედავად იმისა, რომ მე იქ ვარ ნამყოფი, არ მგონია აღმოჩნდეს ადამიანი, რომელმაც შეიძლება თქვას, რომ ეს აი ამ ორგანიზაციის გაკეთებული არა. ეს უფრო რაღაცა პროვოკაციას გავს, მე ისე მგონია. კინოსახლთან დარბეული მიტინგი ეკა ჩვენმა პარლამენტმა შეაფასა. ეს ხომ უნდა გაინტერესებდეს. პირადად მე მივედი მიკროფონთან და მე ვთქვი, რომ შეიქმნას კომისია, რაც უნდა წარუდგინოს პარლამენტს და შეაფასოს ორი სიტყვით გეტყვით. უმრავლესობამ ბატონი ზვიად გამსახურდია, სულ ყველა ჩვენც, რიგითები და სულ ყველა. პარლამენტმა ეს შეაფასა როგორც ღალატი სამშობლოს წინაშე, ცნობისათვის. აი ეს კინოსახლთან დარბეული მიტინგი. ეხლა იყო თუ არა პროვოკაცია, ეხლა აქედან გამოვიდეთ ჩვენ. მეორე დღეს გააკეთა განცხადება და დაადანაშაულა მიტინგის მომწყობები. ძალიან ხო, ამ დეტალებზე ნუ გავამახვილებთ იმიტომ რომ ყველა მიმართულებით შეიძლება გავამახვილა ბოლოს სიტყვა შემია. ხედავთ? არა ბატონო, არა, მე მოგიწევს აი გიგამ რაც თქვა. მოდი შევრიგდეთ, მაგრამ ბოლოს სიტყვას მე ვიტყვი. არა ბატონო, რას გიგამ თქვა? მოდი იმ საფრთხეების წინაშე, რომელზეც დღეს ქვეყანა დგას. რომელშიც ჩვენ ერთნი ვიყავით გარკვეული პერიოდის წინ. აი დღეს იმ საფრთხეებში გავერთიანდეთ და ერთობლივი ბრძოლა მოგცემს იმის საშუალებას, რომ იოლად მოუხადოთ ბოდიში ერთმანეთს, ვისაც ეს მოსახდენია. ერთობლივი ბრძოლა. ერთი რამე არის, ერთობლივი ბრძოლა განაპირობებს ერთმანეთის მიმართ დობის გაძლიერებას, განაპირობებს იმას, რომ ხვალ ვიქნებით ერთად. ლოზუნგია. არ არის ლოზუნგი, ეს ლოზუნგი იქნება თუ არ გავაკეთებთ. ეხლა ჩვენ თუ აქ იმას ვლაპარაკობთ, რომ აგერ ვინ არის საქართველოში იმ პერიოდში ვინც იარაღი აიღო და მებრძოლი ვინც იყო, სულ ყველას უყვარდა საქართველო. ესპანეთში სამოქალაქო ომი მოხდა და ერთი მეორეს გვერდიგვერდზე დაასაფლავეს და აწერია სულ ყველა იმას, რომ ამათ უყვარდათ ესპანეთი და ესპანეთის სიყვარულის გამო ნება მეხუთე კოლონა იქიდან მოდის. კი ბატონო, მაგრამ თავი და თავი მეხუთე კოლონას თავი ყავს. ის ერთი თავი, აგერ ვეთანხმები, კარგად თქვა ბატონო სანდრო. როზიის დამსახურებულად პენსია მაკლიაო და რა ქვია, შუქი ჩამირთეთო წანიში და კაჩვილი პასუხს უარტყოს. ეს სახელმწიფოა? შევარნაძე არის 80 წელს გადაცილებული რამდენადაც ციხეში კი არ უნდა ჩავსვათ. ეხლა ეს არარეალური არის. პასუხი უნდა ვაგებინოთ თავის დანაშაულზე. იგივე აი ჩვენო მოწინააღმდეგე მხარემაც მაშინდელმა პასუხი უნდა აგებინოს მათ წინაშე ჩადენილ დანაშაულზეც, რომელიც მათ წინაშე ჩაიდინა. თუნდაც, როდესაც ეს ადამიანები დააპატიმრა და მე ვიცი რომ ამ ადამიანებს ბევრს ციხეებში აწამებდნენ იგივე შევარნაძის ჯალათები. ეხლა ორივე მხრიდან მარტო შევარნაძის ხსენება. თქვენ ხო ყველა იყავით იმ პროცესებში. დიახ, რეპლიკა, დიახ, გისმენთ. მინდა დავაფიქსირო სამოქალაქო ომი იყო ესო თქვენი როგორც თქვით ეს არ იყო სამოქალაქო ომი ეს არ დაუმხია კიტოვანის 20 კაციან თუ 50 კაციან ჯგუფს ამას არ მალავს არც სუფიან ბეპაევი არც ედუარდ ბალტინი როგორ მონაწილეობდნენ მაშინდელ მოვლენებში ამას ის ხალხი საუბრობს სამოქალაქო ომზე ვისაც უნდა რომ რაღაც შეიმსუბუქოს პასუხისმგებლობა და ღალატი რომელიც მათ ჩაიდინეს და მაგ უბრალოდ ორი რაღაც შეკითხვა ბატონ გიგა არველაძეს და როგორ ჟურნალისტმა აი კადრები არსებობს არ ვიცი გავა თუ არა სადაც თქვენ 6 იანვარს ჩამოდიხართ დანგრეული პარლამენტის კიბებზე, ხსნით შამპანურს და ამბობთ, რომ ჩვენ გავათავისუფლეთ საქართველოს. მე მაინტერესებს დღეს რა აი როგორ უყურებთ და რა გადასახედიდან უყურებთ აი მაშინდელ აი ამ კონკრეტულ ამ ფაქტს და მეორე მინდა შეგახსენოთ, ეს იყო 92 წელი, 26 ბეიკერი ჩამოვიდა საქართველოში, ალბათ გემახსოვრებათ ეს დღე, როდესაც გარდა იმისა, რომ აღლუმს ატარებდა შევარდნაძე რომელიც ჩემთვის არის რა თქმა უნდა ხუნტის მეთაური და ამ დროს ფილარმონიასთან ირბეოდა მიტინგი თქვენ შემოიჭერით მერაბ კოსტავას ეზოში
თუ გახსოვთ ეს დღე ბატონო გიგა, სადაც თქვენ ავტომატ მოღერებული სხვა ადამიანებთან ერთად არ ბევდით ფაქტიურად იქ აქციას და ჩვენ გვიყვიროდით, რომ ჩვენია მერაბ კოსტავა და არა თქვენი. იცი რა არის, მოხდა ძმათა სისხლის ღვრელი ომი რა. ეს ნებისმიერ შემთხვევაში არის სამარცხვინო რა. ეს არ უნდა მომხდარიყო. არა, მე ვამბობ აი პირველი იქიდან რომ გამოვდივარ და რომ ვიზახი გავანთავისუფლეთ საქართველოს. ამემად ჩემი დღევანდელი გადმოსახედიდან ხო აი დღეს როგორც უყურებ ამ სიტუაციას და სხვათა შორის აბსოლუტურად პაციფისტი გავხდი და ხატვას მოვკიდე ხელი და ესეთი იმებიდან შორსა ვარ თემებიდან, მაგრამ ნუ ეს მტკივნეული თემა არის, იმიტომ რომ მაინც ასე ისე 800-ზე მეტი ადამიანის მაგივრად მიწევს დღეს მე პასუხის გაცემა, ის ბიჭები არიან, ვინც პასუხს ვერ გაგცემენ. იყო ეგეთი მომენტი, ვიყავით ახალგაზრდები, მე არავითარ შემთხვევაში არ დავადანაშაულებ ზვიადის მომხრეებს, რომ ისინი რაღაცა ანგარების ან გამორჩენის ან თანამდებობის ან რაღაც მერკანტილის გზნობების გამო მომობდნენ. ისინი პატრიოტები იყვნენ, მამულიშვილები იყვნენ და ისინი საქართველოს გზას ხედავდნენ აი ესეთი მიმართულებით. ჩვენ სხვა მიმართულებით, ჩვენ სხვანაირად ხედავდით საქართველოს განვითარებას და საქართველოს. იქ დაემთხვა თვითონ თბილისის სიტუაცია, ამას რატო არავინ არ ამბობ, თბილისში გოგოსთან ერთად გარეთ ქუჩაში გასვლა საღამოთი შარი იყო. ან უნდა მომკვდარიყავი, ან ვიღაცა უნდა მოგეკლა. შეფასება ფაქტმა უნდა მიიღოს. მე ვთქვი და ვიმეორებ, ხაზგასმით ეს იყო სახელმწიფო გადატრიალება. ეს იყო ტრაგიკული ფურცელი, რომელშიც მე პირადად მიმიწვის წვლილი, დამნაშავე ვარ. მე ვარ დამნაშავე, ვამბობ. მაგრამ გაუთაებლად ამაზე ლაპარაკი გარდა იმის არაფერს არ მოგვიტანს. აი შენმა სიტყვებმა განმაიარაღა მე. ხო და თქვათ ეს ხალხო ვამბობ რომ დამნაშავე ვარ, მაგრამ კერძოდ ნუ იტყვით, იმიტომ რომ ესე არ ყოფილა მთლად საქმე. 2 სექტემბრისაც დამიჭირეს, 4 აგვისტოს, 4 ოქტომბერსაც დამიჭირეს და 2 სექტემბერს დამიჭირეს, იმიტომ რომ ქადაგიშვილი და ხაენდრავა მოვიდე, ჩემთან რომ ეჩვენებინათ აი ეს პირები. ამის მაგიერი იყო მამუკაისრომ სამეგრელოში. აი არ გინდა ახლა ეს მაგიერი. მე ხო არ ვამბობ, არ არის მაგიერი, რატოა მაგიერი, კაცო? ეგეუნები. რატოა მაგიერი? მე მოვყვები დათობოლქვაზე როგორ მოკლეს და ვილაპარაკოთ ესე გაუთავებლად. არ არის სწორი, კაცო. არა. ირიქით გაზო გითხარი, შენმა სიტყვებმა განმაიარაღა მე. არ არის, ეხლა შეიძლება გიგა მონაწილეობდა ამ ამბავში, მაგრამ ძალიან ცუდია რომ მონაწილეობდა. ძალიან ცუდია, გიგა არის ჩემი მეგობარი და შემილია ვთქვა, მაგრამ სასამართლოს ნუ მოუწყობ თქვა ფლოტო. აი 2005 წელს მაგალითად მე და ბატონი გიორგი ხვიჩია გადავიდით ცხინვალში და შევხვდით იმ ხალხს, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ ომობდნენ რა. და დავიწყეთ მათთან საუბარი რა. ხალხი, რომელიც ფაქტიურად მოსისხლეები ვართ, ხო? ჩვენ რომ ესეთ იმებში წავსულიყავით, საბოლოო ანგარიში ღომის ქვაბების მოპარვამდე მივალთ და ბინძურ თეთრეულში დავიწყებთ იმას რა. ფაქტი არის ერთი, მოხდა აი ესეთი შეცდომა ქართველებს თავისი ისტორიის განმავლობაში სულ რამოდენიმე აქვს დაშვებული და ერთ-ერთი იყო აი ეს. მოხდა შეცდომა რა, ძმას მის სისხლი არ უნდა დაეღვა. საზოგადოებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი იმის თქმა, რასაც ახლა ჩვენ ვამბობთ. მე მაგალითად გუჯარის რა ქვია გიგა რასაც ამბობ ზოგიერთი სხვა იმ თვალსაზრისით რომ საზოგადოება მიცოდეს მომავალმა თაობამ რომ ეს აღარ უნდა განმეორდეს ეს არის ხო მე მგონი ამისთვისაც იყო მოწოდებული ეს გადაცემა რა არის რა ანდამატი აქვს იარაღს კრიმინალურ დამნაშავეს აძლევენ იარაღს ავტომატს ქართველია ეს ქართველმა იარაღი შევა უთხრეს წადი რაც გინდა ის გააკეთე თქვენ წარმოიდგინეთ მე ვიცი მაგალითები რომ ოჯახში შევარდნენ მამა აგერ დგას, ჩალი გავას ოჯახში. მამა აგერ დგას, შვილი უნდა გაუპატიურო. აი ესეთი გაუპატიურებები და ისინი ისჯებოდა ადგილზე ლიკვიდაციით იმ ადამიანებს. ყველაზე ცუდი ის იყო მამუკა. როგორ არა? ჩვენი მენტალიტეტის ხალხი ჩვენ გვერდზე მდგომი ადამიანები ბატონი გიგა თქვენ რას ამბობთ რომ ადგილზე მოვკლავდით.
სად ირჩეოდა ეს რას გულისხმობთ კრიმინალურ ორგანიზაციებში? არა, მე რას ვარ კრიმინალური აი მხედრიონში მაგალითად მე ვაგე პასუხს მარტო ამ ორგანიზაციაზე, იმიტომ რომ ვიცი თავიდანვე შიგნით რანაირი წესები იყო. რომ მხედრიონში გაუპატიურებაზე, წამებაზე, დახვრეტაზე აი ისეთ ყაჩაღობაზე რომ შევარდა ვიღაცა და ოჯახის წევრები ან დააუთავა რაღაცა. შევარდნაზე მე თქვა. მე დაისაჯა. ბევრი. კაცო მე მითხრა შევარდნაძემ პირადად მე მითხრა სერტიფიკაცია დაჟილა სტუდიაში რა იცი რო არ ვიცი და იმიტომ ვიცი არიან თუ არა ბატონო გიგა სახელებსაც გეტყვი თუ კიდე მიგიყვან და დაგანახები არიან თუ არა საჭმელს ვერ ვაძლევდით გამართლება ნახეთ ლოგიკა ნახეთ დაუგვირდით ლოგიკა აი ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია თქვა მე პირველად მესმის და ამიტომ მინდა ამ თემის გაღრმავება არიან თუ არა სტუდიაში ადამიანები და მე ვიცი რომ არიან ვინც იბრძოდნენ მაშინ გაუპატიურებული ადამიანი მანახეთ ერთი ან ის რა ქვია ეხლა არ გითხარი ფაქტი ჩალიგავას ოჯახში მამისთან თან დასრები დაუპატიურებელი მამა მოკლეს ადამიანი არ დაისაჯა ის ადამიანი მე ეგეც მხედრიოს დაეცა კაკალივი დაისაჯა ერთი წამით დაისაჯა ის ადამიანი რა თქმა უნდა თუ რაღაცა მოხდებოდა არ არსებობდა მე მაგალითად ეგეთ რაღაცებს არა ვარ შესწრებული თორე უეჭველი მოკლავდი ასე ვახტანგ ნოდია მოგიტანთ ფირს სადაც ხელი მოაჭრეს იმის გამო რომ ზვიად გამსახურდია ცოცხლად რომელმაც ზვიად გამსახურდია დახატა ფირს მოგიტანთ და გაჩვენებთ არა მარტო ერთს არსებობს წიგნი გადმოვალ ეხა თქვენთან კითხვით მოყვეს ერთი წამი არა მარტო ხელი სახსარი ერთი წამი ბატონო ვალტერ ბატონო ის ვინც შევა ერთ წამი ერთი ეხლა ორი წამი აუდიტორიას დაუთმოთ ვინც ედვარდ შევარდნაძემ გამოუშვა დასავლეთ საქართველოში სათარეშო სანდრო არა ის ვინც გამოუშვა ყველა მოიცა ეს ამბობს რომ შეიძლება გვარდიელი იყო ამარა ერთი წუთი მე მოგიტანთ ხედრიონს არ ამბობს მე ეს ამბობს რომ ხუნტის ჯარის წარმოადგენა შეიძლება კიტოვანის გვარდიელი იყო არა ბატონო ეხლა არის სამკაცო ეს გაჩერდით ეხლა ჯერ ერთი წუთი კაცო მოიცა თქვენი სიმართლე და ჩვენ იქით არ მივსულვარ თქვენთან თქვენ ჩამოვხეთ წალენჯიხაში რა გინდოდა ჩემო ძმაო და ზუგდიდში რა გინდოდა რას კი არა ხო დაგპატიშე რას კი არა ხო რა გინდოდა დადიოდი და შენ რა გინდოდა მე თორემ ცხოვრები ვარ და იმიტომ შენ თბილისში რა გინდოდა მე სწავლობდი აქ არა მეგობრებო ეს სტუდენტი ვიყავი და შიფშილობდი და სანდრო ბერგაძესთან ერთად კაი დაბრძანდით დამშვიდით არაფერი არ გამოვას ბიჭებო გამოჭრიან ყველაფერს არაფერს არ ამოვჭრი არ გაუშვება აზრი არ აქვს ეხლა ბატონო ვალტერ რა შუაში ხარ ახლა გაჩერდით რა კაცო ეს იყო პარტიზანული რაზმი და იმის საწინააღმდეგო ჩამოხვედ იმის ხოთ ბაჭო ბატონო ეს კაცი რა გვარია მე როგორ გათქვენებთ როცა ჯერ უცხრი კიდე კარგი გისმენთ სამწუხაროდ ისეთი გზნობა მრჩება რომ დღეს ჩვენ ისევ გასამართლებენ 22 წლის შემდეგ გასამართლებენ იმ ადამიანებს რომლებიც ვიბრძოდით სამართლიანობისთვის და კანონიერებისთვის კიდევ უფრო მეტი სამწუხაროა ის რომ 22 წელმა ჩვენ არაფერი არ დაგვანახა და დღესაც აშკარად თუნდაც ამ დარბაზში ვამჩნევ ტენდენციას რომ ძალზე მარტივად პრიმიტიულად სურთ შეაფასონ ის მოვლენები რაც 91-12 წლებში დატრიალდა საქართველოში ეს იყო ინსპირირებული კლასიკური პუჩი შეიარაღებული სამხედრო გადატრიალება რომელიც ინსპირირებული იყო არა მხოლოდ რუსეთიდან არამედ ოკეანის გაღმიდანაც მართალია სიმართლე ძალზე მწარია და დღეს ვამჩნევ მე ამას რომ უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა ძალიან ბევრი და მათ სურთ რომ კლავ ის თქვა შეიძლება ზოგი მართლა ნებსით უნებლიეთ იყო ჩათრეული სწორედ იმ ინსპირირებულ შეიარაღებულ გადატრიალებაში მაგრამ სამწუხაროდ დღეს ჩვენ არ გვესმის სინანულის ხმა ჩემო ძვირფასებო სამვარსამდე დავიწყოთ იცოდეთ ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი ეს არის ჩემი საბრძოლო ახალი ეთქვა სამრობილი თოლებში სამქონდა თუკი რაიმე ყველი თქვა ან ვინმეს მიუდგე ვისაც არ ეკუთვნოდეს უფალმა ღმერთმა დღევანდელი დღე არ დამიღამოს და ღამე არ გამითენოს ასევე შეშინებულ შალვა რამაზ იაშვილს მე ორი სახელი მქვია
უფალმა ღმერთმა არც დღე დაუღამოს, არც ღამე არ გაუთენოს. ეხლა გეტყვით ყველაფერს რაც იყო. პირველი ის რომ ბუნკერთან დაკავშირებით. აი დაბრძანდეთ იქ. ბუნკერთან დაკავშირებით სანამდე ბუნკერის სროლები ატყდებოდა დაახლოებით 1 კვირით arte გამოგვიძახეს ჩვენ. მე ვიყავი დასავლეთის ომონის უფროსის შემქმნელი. ხო, ამის შემდეგ მოხდა ესეთი რა ბრძოლები რომ დაიწყო ბუნკერში. ხო? ბუნკერი არ იყო ჯერ ერთი. მოიცადე მასალებს თუ მასალე ერთი წუთი მე დამამთავრებია ლაპარაკი შენ. არა, დამამთავრებიო რა, თავიდან რო სიცრუეს ამბობდა ეხლა როგორ სიცრუეს ვამბობ ბიჭო შენ მომისმინე. და მე შენი ბიჭო არა ვარ მე ჯერეთი. აბა გააჩუმენა. გაგაჩუმებიო მე შენ შენ რა მეუზდელები აქ ომონის უფროსი იყავი თორე პრეზიდენტს უღალატე და იმ ომონის უფროსი იყავი. ვინდა თქვენ? შენ ნაძირალა მე უღალატე ნაძირალა კი არა ეხლა მას რუიდებ გაიგია ნაძირალა ხარ ზუსტად ნაძირალა ხარ პრეზიდენტს უღალატე სანდრო აი ეგ არის თავარი ჩვენ შევრიგდებით ეკა ჩვენ შევრიგდებით მაგრამ აი ესეთი ადამიანებთან ვერ შევრიგდებით ჩვენ შერიგებულები ესეთ ადამიანებთან ვერ შევრიგდებით ესენი გვიკეთებდნენ მაშინაც პროვოცირებას როგორც ასე გინდა გითხრათ აი ესენი გვიკეთებდნენ პროვოცირებას მაშინაც მე და ჩემი ომონელები 18 ბიჭი რაღაც 28 ბიჭი ადგენდა გაგვიშვენ ვინ გაგიშვენ ვინ გიბრძანა სამართლოდან გაგვიშვენ ვინ გიბრძანა ზვიად გამსახურდია პრეზიდენტია არა ზვიად უკვე წასული იყო ზვიად გამსახურდია მასალე დამამთავრებია სადო იცოდენ რომ მთელი მხედრიონელები დაახლოებით ერთი 100 კაცამდე მოვიდოდა იქ და რომ მოვიდნენ დავინახე ხო და რომ მოვიდნენ ჩვენ კი მართალია ზემოთ ვიყავით მაგრამ მოვიდნენ იგენი ბეტერიც ყავდათ და BMP-ებიც ხო და გავდექი და ჩავედი მეთაური მე ვიყავი ხო და მივედით ხო და მითხრეს რომ ხო ბატონი ჯაბა აგერო და სიო გლახარ მივედი ბატონ ჯაბასთან და ცხონებულს უთხარი ერთი სიტყვა ბატონი ჯაბა მე ვთხარი ჩემ ჯარისკაცებთან ნურაფესუ და დაშით მეთქი რადგან მეთაური მე ვარ რადგან მეთაური მე ვარ მეთქი და ისინი ყველანი ჩემ ბრძანებებს ასრულებდა თუ დახრეტაზეა სავალდებულო დამხრიდეთ მეთქო მე მაპატიეთო დამხრიდეთ მეთქი და ადგა ხო და ცხონებულმა ჯაბა იოსელიანმა რადგანაც შენ ასე კაცურად მოიქეციო ნაცვლად იმისა რომ დავეხრიტე მოვიდა და კაცურად გადავკოცნა მე იყო წავედით და ერთად და ერთი რამე წალენჯი იქ რაც მოხდა წალენჯი ხაში ვერ მოვგა მეტი წალენჯი ხაში ვერ მოვგა ქვია მასალას ვერ მოვგა წალენჯი კაი აღარ გინდა რა ნუჩაშლი ხამ გადაცემას ამ სტუდიაში მინდა შემოვიყვანო აკაკი ასათიანი ტრადიციონალისტთა კავშირის თავმჯდომარე, რომელიც ასევე იყო იმოვლენების უშუალო მონაწილე. გადატრიალება იყო ტიპი ამას არაფერი ვინმეს ჯინაზე ან რამე ინტერესი ქერა ჩვეულებრივი გადატრიალება ქვია როცა ჯგუფი შეიარაღებული დაამხობს ხელისუფლებას ნუ რომელიც არის იმ მომენტში იმ ქვეყანაში მე ვერ დავეთანხმე სამოქალაქო ომი მოყვება ხოლმე გადატრიალებებს და ამ თვალსაზრისით ეს სამოქალაქო ომი იყო აქ არიან ადამიანები რომლებიც ჩაებდნენ ამაში თავიანთი მოსაზრებით ამ ადამიანებს თავი მართლება თვლიდნენ არავინ არ წავა სიკვდილზე არავინ არ წავა სასიკვდილო არ დაუპირისპირდება არავის თუ სიმართლის აბსოლუტური გზნობა არ აქვს მარტივ რამეს ვიტყვი 2 სექტემბერიო ეს ანდრომ 2 სექტემბერს ეს ამბავი მოხდა აქ კონგრესმენია ჩამოსული კეთილგანწყობილით ქვეყნის მიმართ და კერძოდ გამსახურდიას მიმართ თქვენ იცით 2 სექტემბერს 3 სექტემბერს რა უნდა მოხდა 3 სექტემბერს მოსკოვში ბალტიისპირეთი იძულებული გახდა საბჭოეთი გაეშვა ამიტომ ეს შანსი არ უნდა გქონოდა ჩვენ მე მოსკოვში ვიყავ კინო გავგიჟდი აქ რომ ეს ამბავი მოხდა და მე არ ვადანაშაულებ იქ ვინ მოვიდა ჩვენ ქვეყანას ვუქენით ესა ჩვენ ეხლა მე ვერ ვიქნები ობიექტური მსაჯული მე იმ ხელისუფლების წარმომადგენელი ვარ იმ კაცის მოყვარული და პატივისცემელი დარჩები მთელი ცხოვრების მანძილზე ვერავინ ვერ გადამარწმუნებს იმაში რომ სტრატეგიულად ზუსტად გამსახურდია იყო აბსოლუტურად მართალი თუნდაც იმის გამო რომ შემდეგ ყველა ხელისუფლება რომელსაც არაფერი ჰქონდა მასთან საერთო იძულებული იყო რაღაცა მოსაზრებით იმ რელსებზე შემდგარიყო რომელსაც მას აყვედურებდა მე შემიძლია ერთი რამე თქვა ნუ დავივიწყებთ ამას და ვიტყვი მკრეხელურ რამესაც კი, აი გვახსოვდეს და მოდი დავაფასოთ ერთი რამ, ხო? ესეთი რამის ფუფუნების უფლებას თავისას თავზლებენ დიდიერები, სამოქალაქო დაპირისპირების და იარაღით. ესაა შეერთებული შტატები, რუსეთი, საფრანგეთი, პატარა ერებს ამის უფლება არ აქვთ.
ესეთი იარაღი ვიმეორებ არც უნდა დავივიწყოთ. მაგრამ მე მაგალითად წაკითხული მაქვს გიგას წერილი, სადაც გიგა აი ნანობს გულწრფელად ვთქვათ, რაც და გიგა მარტო დამნაშავე? გიგა დამნაშავე რაც აქ ჩვენ მოდი დავიწყოთ ასე. მე ვამბობ ჩვენ შორისაც ხო ბევრი უთანხმოება, ბევრი რამ ბრალდებებია. ესეც უნდა გაირკვეს. მე ვამბობ რგვალებს ხო, იმ ხელისუფლების წარმომადგენლებს, იქაც ვთქვათ სიმართლე. მოდი დავიწყოთ საკუთარი თავით. აი ვთქვათ ჩვენ რა შეგვეძლოს ხანერად გაგვეკეთებინა. ის კაცი იმდენად მართალია ქვეყნის ისტორიის წინაშე, რომ იმ მონაკვეთში იმ კაცის წინააღმდეგ ბრძოლა. რა თქმა უნდა ეს მარტივი იყო წახეზება, რომ აი დემოკრატიას არ შვება რაღაც მიიღო იმ კაცის წინააღმდეგ ბრძოლა გამოდიოდა ჩვენი ქვეყნის ისტორიის წინააღმდეგ ბრძოლა. კაკო, გედაცალო ჩემი და კაკო შენც იმ შეცნობას უშვებ რა. იმ კაცის წინააღმდეგ არ იყო ეს ბრძოლა. ის ზვიადი რო არ ყოფილიყო, სხვა ზვიადი იქნება. ეხლა რა შეეხება ვის წინააღმდეგ იყო ბრძოლა. ესეთი ადამიანი ყოველთვის პერსონიფიცირება ხდება და ესეთი ადამიანები განასახიერებენ იდეას. ის იდეა ვერ მოხდება, რასთვის იმან თავი დადო. და ის თავდადებაც, მისი თავგანწირვაც, მხოლოდ მაშინ იქნება გამართლებული, თუ ის გაიმარჯვებს ისთვისაც ის კაცი იბრძოდა. რისთვისაც მანამდე იბრძოდნენ ქართველები და რისთვისაც მაშინ და მერე იბრძოდნენ თუნდაც ორივე ბანაკში მყოფი ადამიანები, რომლებიც დარწმუნებულები იყვნენ, რომ თავის ქვეყნისათვის იბრძვიან. კიდევ ერთი სტუმარი მინდა შემოვიყვანოთ. ბატონი ავთორ ცხილაძე, ბატონო ავთო, გთხოვთ, მოგბრძანდით. ზვიადგამსახურდია არასდროს არ უღალატებდა საქართველოს ეროვნულ სახელმწიფოებრივ ინტერესებს. ეს არის პირველი და უმთავრესი. იგრძნო რა საქართველოს გარეშე მტრებზე მე მაქვს აქცენტი. გარეშე მტრებზე. რომ იმარჯვებდა ზვიადგამსახურდია მისი და მისი თანამებრძოლების ქართველი ხალხის თანადგომის შედეგად მოპოვებულ 90 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებს, არა, ისინი შეუდგნენ უკვე ჯერ კიდევ არჩევნებამდე. ქალბატონო ეკა, გაცილებით ადრე სამზადიც ზვიადგამსახურდიას და ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის მოსპობისა. მე რამდენიმე ფაქტი მინდა მოვიყვანო. არც არავის მოღალატეობას დავაბრალებთ. არც არაფერს. მანამ იმ ფაქტებს ვიტყვი, მე ვიტყვი, ბატონო გიგა, არ გეწყინოთ. აი თქვენ მხედრიონში რა ხდებოდა საქართველოში და რა უნდა მომხდარიყო, ეს იცოდა ერთადერთმა კაცმა. ეს იყო ჯაბაიოსელი. თქვენ მაპატიეთ უხეშად გამომივა, არც თქვენ და არც თქვენო მეგობრებმა. საერთოდ გაგებაში არ იყავით რა ხდებოდა. თქვენ გწამდათ ჯაბასი, მისი დიდი ავტორიტეტი ტრიალებდა თქვენ შორის, არა მაპატიეთ რა, ნუ შემაწყვეტნეთ ძალიან თუთ. და ყველა მიყვებოდით მას. მე გეტყვით, მე მაგალითად, ქვეყანა გვიხსენ და მოგვისმენს. პირადად ბატონ ჯაბასთან მქონდა მე ნორმალური ურთიერთობა და დამოკიდებულება. სამჯერ შევხვდი 90 წელს ბატონ ზვიადის დავალებით, ბატონ ჯაბას. ბოლო შეხვედრა მოხდა 90 წლის სექტემბერში არჩევნები დანიშნული. არც ერთი მხედრიონელი პასუხს არ აგებს? არავინ არ იცოდა რა საკეთებს. ბატონო ვალტერ, ნუ შემიძლით რა ხელს. საკითხი იყო ერთადერთი. მე ეგრეთ წოდებულ ოპოზიციას უწოდებ. და ის ოპოზიცია არ მოდიოდა ჩვენთან. გვალმაგიდასთან არავითარ თანამშრომლობაზე, ხო? რომ არ მომხდარიყო ჩვენ შორის დაპირისპირება მხედრიონთან განსაკუთრებით. იმიტომ ჩვენ მივდიოდით უზენაეს საბჭოს არჩევნებზე, თქვენ მიდიოდით კონგრესის არჩევნებზე. ხო? რომ ერთმანეთისთვის ხელი არ შეგვეშალა, არ მომხდარიყო სისხლი. ეს შეხვედრა გაიმართა არჩილ გოგელიას შუამავლობით. გაიმართა გურამ გელაძის კაბინეტში. მემახლდა ისა რა ხაბულიანი, დილარი, ბატონ ჯაბას ახლდა სტალინის ორგანიზაციის თავმჯდომარე შემახსენ ორიანი. შევთანხმდით, არ შეუჩლით ჩვენ ერთმანეთს ხელს ამ არჩევნებში და გამოვდივარ. უცებ მესმის, ავთანდილ, მე მოწმეები გითხარით, ისინი ცოცხლები არიან ყველა. გავჩერდი და მივტრია დილს, კარებს ვაღებ. ჩვენ შევთანხმდითო, მე ჩემი სიტყვას რასაც ვიტყვი ვასრულებ, მე ვთხარი ვიცი, სიტყვის კაცი ხარ, ასრულებ შენ სიტყვას. საბოლოო ჯამში მაინც გეწვიდო. ეგეც ვიცი მეთქი. წამოვედი. ორჩა. სროლა იყო, ქალბატონო ეკა, დიდი ხნით ადრე განსაზღვრული. 91 წლის 21 დეკემბერს ღამე გვიან 10 საათი არის. ჩემთან მოვიდა ირაკლი ბათიაშვილი, ძალიან წყისრო არ არის აქ. მოვიდა ჩემთან და მეუბნება სასწრაფოდ მინდა შეხვედრა ზვიათთან ავთო
ძალიან ცუდი ამბები მოხდება საქართველოში. ძალიან დაიღუპება ქვეყანა, შემახვედრე ავდივარ, ვეუბნები ბატონი ზვიადი, იცით რა დაძაბული სიტუაცია იყო, აია და ჩადი გამიგერა უნდა ვერ მივიღეთ ახლა. მე ვთხარი ასეთი წინადადება არის ოპოზიციის, რომ ჩატარდეს დაუყოვნებლივ ეროვნული ყრილობა. ეროვნული ყრილობა, რომ ყველა პარტიებმა მიიღოს. უთხარიო, შეათანხმოსო, რომ თანახმავარო, თვითონ თქვანო დღეო, საათიო, სადუნდაცო, როდისო, რომელი დღე და ჩამოედი ვეუბნები ბათიაშვილს, ირაკლის, წადიმეთქი შეათანხმეთ, თარიღი დღე, უბრალოდ საათი დროს ადგინდა ჩატარდეთ და კი ბატონო, წავიდა ბათიაშვილი და გაქრა. ეხლა რა ეგონა ოპოზიციას? ზვიად იქიდან პანგურის ხვრით გამოაგდებს ამ ჩვენ წინადადებას, ხო? და ვიტყვით კიდევ არ უნდა ლაპარაკი და არა. თითქოს შემონათვალი სიგუასი. დიახ. გამიხსენით დერეფანი უნდა მოვიდე, მან მიტინგი ჩავატარო. გავხსენით დერეფანი. თემურ ქორიძეა იქით ხარეს. მესმის, ანუ იქითკენ მიყავთ, რომ ყველა პირობაზე მიდიოდა. თემურ ქორიძე დგას იმათთან. დიახ. ოპოზიციასთან. თემურმა უთხრა მე დავრჩებიო თქვენთანო, თქვენ გადადით იქითო. აქედან კიდევა მეც ვიყირე, მეც წამოვალ ბატონო თენგის აი საზღვარზე ასე პირობითი საზღვარი რა ხალხის გამყოფს. დიახ. ხო. თქვენ გადმოხვალთ, მე გადავალ იქით ხარეს. გავაკეთეთ. 3 მეტრა ესეთი დერეფანი, პასუხისგება ყველა არ მოვიდა. რას ნიშნავს ეს? ყველაფერი იყო განსაზღვრული 22-ში დაიწყო. გასაგებია. უკვე ჩემ თავზე არ ვიძახი რომ 22-ში დიდი გამიტაცეს და ამიყვანეს თბილისში. გასაგებია. მე მინდა ამ ნაწილის დასასრულს, რომელიც იყო საკმაოდ ვრცელი, ემოციური, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მაინც საინტერესო, იმიტომ რომ რაღაც ფრაგმენტულად მაინც შევძელით რაღაც მცირე ისტორიების, ესე ვთქვათ, გახსენება და შეფასება, მე მინდა თქვენგან რეპლიკა სამომავლო. ჩვენ ყველანი ეს ქართველობა ვართ მსხვერპლი იმ დიდი იმპერიული გარიგებებისა და ჩვენ როგორც ადამიანები დავიჩაგრეთ, დავიტანჯეთ, დაუღვარეთ და მე აღარ მინდა რომ ხვალ ეს მოხდეს. ამიტომ ჩვენ ქართველობა დღეს მაინც აღარ წამოვეგოთ ამ მტრის ანკესზე ქართველ ხალხს, რომელსაც ესე იგი ესროლეს, წაართვეს ქონება, გააღატაკეს, ისაქნეს, თქვა ჩააგდეს თონეში, როგორც იტყვიან მხატვრულად და ზედ კიდე იმას ნავცასხავდნენ და ზედს უკიდებდნენ, ხო? აი მას უნდა მოუხადონ ბოდიში. უნდა თქვან მათ, ყველამ, რომ ჩვენ ხალხო არ ვიცოდით, რომ ასეთ რამეში ღებულობთ მონაწილეობას. ჩვენ პიროვნულად შეერიგებულები ვართ. აქ არ არის ჩვენ შორის. მე შეიძლება ეხა არ მინდა ზუსტად თქვა, მაგრამ შეიძლება აი აქ ახლო მიდამოებში ისეთი კაცის დავინახე, რომელმაც მე 18 წლის სტუდენტი ბიჭი დამინჭირა და მაწამა, მაგრამ მე არ მივახტევი დღეს მას და ამის გამო პასუხს არ ვთხოვ. იმიტომ რომ მე მას შეუნდე და ვფიქრობ, რომ დღეს ამის გარჩევის დრო არ არის. თუმცა შინაგანად მე შეიძლება ამ დროს ძალიან ავღელდი. და ეს პიროვნულ მომენტზე არ არის საუბარი აქ. აქ არის საუბარი იმ ადამიანზე და იმ ადამიანთა კრებულზე, რომელმაც ეს დანაშაული ჩაიდინა. და ეს ადამიანი არის ედუარდ შევარდნაძე. და რომ გასამართლებულიყო თავის დროზე შევარდნაძიზმი, ჩვენ არ მივიღებდით სააკაშვილის ისეთ სახით, როგორიც სახითაც ჩვენ მივიღეთ. ან გვაქვს გზა, რომ აი ამაში ჩავეფლოთ და მოვითხოვოთ ერთმანეთისგან უპირობოთ, რომ ან ერთი მხარეა პრინციპულად მართალი, ან მეორე მხარე. ან არსებობს მეორე გზა. გავაანალიზოთ ჩვენ ყველა მე შეცდომები. მოუხადოთ ერთმანეთს ბოდიში, ოღონდ ორივე მხარე უნდა იყოს ამისთვის მზად. და აი ასე ეტაპობრივად გადავაბიჯებთ ჩვენ იმ გაუცხოებას, რაც დღეს არის და ქვეყანა წავა წინ. ჯაბას რა თქმა უნდა არ გავამართლებ, მაგრამ ჯაბას არ მიუწია დავალება იმ ხალხისთვის, ვინც აგერ მიწერია შპარგალკისთვის ბოდიშს ვითხო, მაგრამ ჩემს მეხსიერებას უკვე არ ველოდები, საზაპერტაია. ეზოში გაიქცა ტრუსებისანა, ამარა, ტანშიშველი. იარაღზე ლაპარაკი ზედმეტი იყო. საკუთარ ეზოში ცხრილავენ მას. იმ მამის თვალწინ შვილის გაუპატევრებაზე გითხარით. მე ამ ჯიქიაზე ლაპარაკი არ მინდა წვერების გამოროდა. უამრავი ხალხი, რომელიც არის დახოცილი ნაწამები და თვალსაწიერზე არაფერი არ ჩანს იმისათვის, რომ ამ ხალხს რამე მალამო მოესწყოთ. წარმოდგენა ექნებათ ადამიანებს, რომ აქ ვზივართ, ჩუმათავართ, ხმას არ ვიღებ და
თქვენ რაღაცა უბედურება შეგებთხოთ, ანუ ჩვენ შეგვებთხა უბედურება და ბევრი რაღაცა, მაგრამ მე ვიცი ვინც დამიშავა რაღმე და თქვენ დაასახელეთ ის პიროვნებები, ვინ იყვნენ, რომელი შენაერთთან იყვნენ, ვინ იყო იმაგათი უფროსი, რა დავალება ჰქონდა და ისე. ამ პიროვნებამ იცის, რომ ეს შემსრულებელი არ ვიცი. და ამიტომ ამბობს ამას. ეს არ არის პატრიოტსანისარცია. მე რო ის მწოდნო და იმ წუთში გავანადგურებ. დათო ბოლქვაძის ხო ვიცი შემსრულებელი. ასე თქვენ პოლიტიკოსები ხარდაჭერები თქვენ პიარს აკეთებთ ახლა და გამიშტელობა ვინც მოკლა თუ იცი ვინც მოკლა დათო ბოლქვაძე მაგალითად ბევრი სხვა თუ დათო ბოლქვაძის დედას სიმართლის დადგენა უნდა და არა ლოთიკობალიას დასჯა მანც და მაინც მაშინ არიან ადამიანები ჯერ კიდევ რომლებიც ხედავდნენ ამას რომლებმაც იციან ეს ამბავი პირადად მე ვიცი და ის ბიჭი დღეს არის მკვდარი შაიშველაშვილი მოგვიკალით იმისთან ადამიანი პატარა ბიჭი იყო კაროჩის და დაიცალა რომელი შაიშველაშვილი სანდრო კატოინას არასახელი ვიდა და წუწუაშვილმა გახსენოთ რომ იქ მეც ვიყავი იმ დროს როდესაც ეს მოხდა ეს ფაქტი ნამდვილად მოხდა რომ გარედან დაჭრილი ახალგაზრდა ბიჭი მე მაშინ მისი გვარი არ ვიცოდი ჩვენმა მებრძოლებმა შემოიყვანეს იმისთვის რომ დახმარება სამედიცინო დახმარება აღმოეჩინათ მის გვერდით ბოლო წუთამდე იდგა ქირურგი გოგი ხუციშვილი გამოიძახა სასწრაფო დახმარება რომელიც თქვენმა მებრძოლებმა არ შემოუშვეს უზენაესი საბჭოს შენობაში ეგრეთ წოდებულ ბუნკერში და მიზეზი ეს იყო სწორედ იმ ახალგაზრდის გარდაცვალებისა ის ქირურგი ვაკონტროლებდითო თავისუფლების მოედანი გაგზავნილი დაიჭრა იმ დღეს როცა ლენინის მოედანი გაიხსნა მოდი ასე ვიფიქროთ რა ჩვენ ვერ გადავწყვეთ აი ეს მარტო ჩვენ თითო კაცი კი არა თუნდაც აი რაღაც დაჯგუფებები ამ ქვეყნის ბედს ამ ქვეყანას თავისი ბედი და წერა აქვს ვიცოდეთ ის და იმას ვემსახუროთ. ეს არის გამარჯვების შანსი. 91 წელს, მაშინ როცა ზედ გამსახურდა მოვიდა ხელისუფლების სათავეში, საქართველოს მხედრიონ საკმაოდ დიდი ძალები გააჩნდა. მიუხედავად ამისა, მოხდა მათი დარბევა შავნაბადაზე რუსების მიერ. ეხლა ეს რამდენად მართალია, რამდენად არა, რამდენად თენგიზკიტოვანის დაიჯერება, ეგ არ ვიცი, მაგრამ მე კერძო საუბრებში თენგიზკიტოვანი ამოტყდა რომ რუსებს ფული გადაუხადეთ რომ დაერბიათ მხედრიონელები შავნაბადაზე. იქიდან რომ შევიკრიბეთ, გაბნეულები ვიყავით, ზოგიერთი რუსებმა დაიჭირეს, რომელიც კაპეზეში მიიყვანეს, ჩვენ კაპეზეში. როცა შევიკრიბეთ, ჩვენ მქონდა იმის თავი რომ რამოდენიმე თვით გავსულიყავით ტყეში, სადაც გამქვაბულებით ჰქონდა ტყვია-წამლით, საჭმელ-სასმელით, ყველაფრით გამზადებული პარტიზანული ომებისათვის რა. მაშინ ორად გაიყო აზრი, ახალგაზრდები ძახოდნენ რომ გავიდეთ ტყეში და იარაღით მივხედოთ ამ საქმეს და მეორე აზრი იყო ეს, ჯაბას აზრი იყო რომ ქართველ კაცს მე ქართულ კაცს, ქართული კაცის სისხლს ვერ დამაღორევინებენ. ვისაც შეგიძლიათ გაიქეცით, ვისაც არა და წადით ციხეებში. ავიკაზმეთ და წავიდით ციხეებში. წამებაც ვნახეთ, წვალებაც ვნახეთ. რა არის დენში შეერთებული ყოფნა ისიც ვნახეთ. და ბარე კიდე ალბათ არ არის ვინ გაწამებდათ ბატონო შინაგან საქმეთა სამინისტროა, ახლა კანონიერი ხელისუფლება ვატმანი ვერ იმას მიზა. ეს იყო 91 წელი, როცა უკვე ჯაბა გადაიყვანეს კგბ-ს იზოლატორში, როცა უკვე დაიჭირეს ხაინდრავა, როცა დაიჭირეს ჭანტურია. გიგა ვიგითხრათ, კიტოვარმა გითხრათ თქვენ, ხო? რა. ეს რამდენად დაიჯერება მე მაგისი არ ამჯერა. ერთი კითხვა მაქვს ძალიან პატარა. აი თქვენ როდესაც გზამდებოდით მხედრიონ შეერთებული. არა, გიგა, ერთი კითხვა მაქვს შენ მოგეხმარება ეგ კითხვა. მხედრიონ როდესაც იყავით შეკრებილები რა და როდესაც ეს ცუდი ხალხი მოვიდა, მართლა ცუდი ხალხი, იმიტომ რომ ქართველს ახლა რუსი რომ ესვრის, მე ქართველიც კენავარ, რა თქმა უნდა. ვინც არ უნდა იყოს ეს ქართველი და თქვათ იქ მოხდა ეს ამბავი. თქვენ ხო მანამდე, აი მოდით ლოგიკურად, დღევანდელი იმიდან, მანამდე ხო გთხოვათ კანონიერმა ხელისუფლებამ, რომელი ხელისუფლებაც იყო, რომ მოდი ჩააბარეთ იარაღი და იცხოვროთ ისე როგორც უნდა იცხოვროთ.
თქვენ უბრალოდ არ ვიცი რატომ, ხო? შეიძლება ცხინვალში აპირებთ წასვლას, არ ვიცი, მაგრამ თქვენ არ ჩააბარეთ იარაღი და აი დღევანდელ სახელმწიფოში ავიღოთ. არსებობს რაღაც ფორმირება, რომელიც არ გაბარებს იარაღს. ეხლა წარმოიდგინეთ, რას უზამენ იმ ფორმირებას და იმ სროლაში ძალიან ცუდი ფაქტი იყო ის სროლა, მაგრამ კაცი არ მომკვდარა, ხო? საბედნიეროდ არ მომკვდარა იმ სროლაში კაცი. ეხლა მეორე. კაცი მომკვდარა და იგივე, ხო, დაჭრილიც არ იყო არავის. შევარდნაძის დროსაც. სხვათა შორის ომიდან ჩამოსულები ვიყავით, გაგვაჩნდა ავიაციაც, გაგვაჩნდა ყველანაირი ტექნიკაც. აი ზუსტად მაშინ იყო რომ ვიძახოდით, რომ ჩაიბარეთ იარაღები. იარაღი ჩაიბარეთ, იარაღი რამდენიც თქვით, იმდენის შევარდნაძემ ახალი ის გამოუშვა წიგნაკი, რომ მქონდა იარაღის ტარების, შენახვის და გამოყენების უფლება. რომ მე დაეჭირეთ. ხო, რა თქმა უნდა, ნუ განტევების ვაცებად გვამზადეთ. ბატონო გიგა, მომავალს ეხლა მომავალს წავიდეთ ციხეებში, დავდოთ საკუთარი თავი. ავაკეთოთ შეუძლებელი, მაგრამ ქართველი კაცის ხელით, ქართული კაცის სისხლი აღარ უნდა დაიყვანოს. კი ბატონო, ის რაც გავიარე, მეორე ჯერ აღარ მინდა დიდი მადლობა მოგახსენოთ იმ მრავალრიცხოვანი წერილებისათვის, რაც ჩვენს რედაქციას მოუვიდა თქვენი მხრიდან. მეც წლის განმავლობაში პირველად ვარ ამ თემაზე მოწვეული და ძალიან ბევრი ვიფიქრე ღირდა თუ არა. გუშინ რესპუბლიკის პრეზიდენტი წარსდგა მრავალმილიონიანი აუდიტორიის წინაშე, რამაც დიდი გამოხმაურება გამოიწვია მაყურებლებში. თუ იბრძვი დემოკრატიისთვის, შენი კოლეგა როცა აღარ მუშაობს, დატოვა სამსახური, არ უნდა იკითხო, ვთქვათ, რატო? 22-ში დილით ასე დაახლოებით 9 საათი იქნებოდა. იყავით თავისი სასახლის მიდამოეთ. ჩამიყვანეს მორგში. 4-5 საათი ყოფილა მორგში და მოვიდნენ უკვე მის წასაღებად. შემთხვევით მიპოვეს, რომ თურმე სისხლმაღებინებდა და ამიყვანეს რეანიმაციაში. და ორში გავარდა ტყვია. ეს ასე იოლად არ დამთავრდება მიუხედავად იმისა, რომ მე მსურს რომ ეს დამთავრდეს და დამრგვალდეს. დავიხოცე ცოცხლები ვარ, შია, წყურია. არავინ არ დაინტერესებულა არც ერთი ჟურნალისტი. ადამიანებს თუ კი უნდათ შერიგება, ისინი აუცილებლად იპოვიან ამისთვის მიზეზებს. და თუ არ უნდათ შერიგება, ამისთვის აუცილებლად მიზეზებს იპოვიან. ჩვენ დავბრუნდით მთავარი თემით და შეიძლება ითქვას, რომ სწორედ იმ დროს 91-91 წლებში მოხდა პირველად ერთგვარი დაპირისპირება ჟურნალისტებს შორისაც. შესაძლოა მათ დაუნებურად. გუშინ რესპუბლიკის პრეზიდენტი წარსდგა მრავალმილიონიანი აუდიტორიის წინაშე, რამაც დიდი გამოხმაურება გამოიწვია მაყურებლებში. მოამბის სახელზე მიღებულია მრავალი დეპეშა. წაგიკითხავთ ზოგიერთ მათგანს. თამარ, თუ შეგიძლიათ გაიხსენოთ ის მომენტი, როდესაც თქვენ მოგიწიათ დატოვება პირველი არხის? იცით როგორ არის, ხო, ორჯერ მომიწია ფაქტიურად. ერთხელ 91 წლის შემოდგომის დასაწყისში, როდესაც დაიკავა გარკვეულმა ჯგუფმა ტელევიზია და ჩვენი ძულებული გავხდით, გადავსულიყავით სამაუწყებლოდ უზენაესი საბჭოს შენობაში, მაშინ პარლამენტი არ ერქვა. და მეორედ ეს უკვე ჩემგან აბსოლუტურად დამოუკიდებელი მიზეზით დაგვიბარეს მე და ჩემი მეგობარი და გვითხრეს აი ძალიან ისე ყოველგვარი იმის გარეშე ზედმეტი თავმდაბლობის, რომ როგორც ზვიად გამსახურდიას მომხრეებს, უნდა დაგვეტოვებია სამსახური. აი ძალიან ესე პროზაულად მოხდა ყველაფერი, ყოველგვარი ზედმეტი ემოციების გარეშე. თქვენ შემთხვევაში როგორ იყო? ზუსტად ასე იყო, მაგრამ მე ცოტა თქვენ რა მიქრობთ? ძივი ისტორია მაქვს მოსაყოლი, იმიტომ რომ პრეზიდენტის წასვლის შემდეგ დაახლოებით ახალი წლები, ძველით ახალი წელი იყო. გაუგნებული იყო მთელი საზოგადოება და მეც მათ შორის და ირეკება ზარი და 4 შეიარაღებული ავტომატიანი ადამიანი შემოდის, შემოვარდება უფრო სწორად სახლში, მე ავად ვიყავი და გამომიცხადეს, რომ აბრძანდებით ახლა და წამოყვებით ჩვენ. ახლა ეს ძალიან მძიმე განცდა იყო, ბუნებრივია, იმიტომ რომ მე არ ვიცი სად მივდივარ და ისეთი სიტუაცია იყო შექმნილი, რომ მგონია მივდივარ სადღაც ტყეში დამხრეტენ და გადამაგდებენ, მაგრამ ვერ ვგებულობ რატომ. ვიყავი ტელევიზიის დიქტორი, ვასრულებდი ჩემს საქმეს. ჩემი სურვილით მოვხვდი უზენაეში, არავის არ დაუძალებია ჩემთვის და არაო ტელევიზიაში უნდა წაგიყვანოთო, მითხრეს და
ვთხოვე რომ ძალიან ცუდად ვიყავი, სიცხე მქონდა მაღალი და თუ შეიძლება ხო თუ ტელევიზიაში მივდივარ, გამოვჯაფრთელდები და როცა უკეთ გავხდები, მე მოვალ მეთქინა, აქ პრობლემა არ არის. არაო, ეხლავე აბრძანდებით, წამოხალთ. შემიყვანეს, ასევე მიმიყვანეს, ეხლა მე გვარს ვერ დავასახელებ, იმიტომ რომ ის პიროვნება დღესაც არის, მან ბოდიშიც მოიხადა და მე მადლიერი ვარ ამ ადამიანის, მიმიყვანეს იქ და მეუბნებიან თქვენ მოვხალთ ტელევიზიაში, ივლით აქ და მე ვთქვი რომ თუ არ მინდა მოსვლა ხომ დემოკრატია, ხომ შეიძლება რომ არ მქონდეს სურვილი რომ დავბრუნდე ამ ტელევიზიაში დაუშვათ. მე არ ვიცი რისთვის უნდა მივსულიყავი იქ, არ ვიცი. შემდეგ გამიყვანეს ბატონი ხუნდაძე იყო მაშინ ტელევიზიის თავმჯდომარე კაბინეტში. ეს ორი პიროვნება შედის იქეთ ოთახში და იწყება რაღაც მოლაპარაკება. მაგიდასთან იჯდა ქალბატონი, მე მისი გვარი და სახელიც არ მინდა ეხლა დავასახელო, იმიტომ რომ ჩემთვის ამ ადამიანს არავითარი ღირებულება არ აქვს, არც მაშინ ქონდა, როცა ჟურნალისტი იყო და დღეს მით უმეტეს. და მეუბნება რომ იქ სადაც თქვენ სუნთქავთ, მე იმ ჰაერს ვერ ვისუნთქავ და თუ შეიძლება დატოვეთ ეს შენობა. მე ჩემინებით არ ვიყავი იქ მისული. არ ვიცი რა საპირებდნენ და რა უნდათ ვერ გეტყვით, ეს იყო რომ გამოვედი იქედან, აი მახსოვს რაღაც დამემართა. ეს კი მახსოვს გამომედევნა ბატონი გოჩა ხუნდაძეც, აი ეს მეორე პიროვნებაც ერთი წუთით მოიცადეთ და ეს მახსოვს არ მომეკაროთ. აი ეს სიტყვები შემრჩა ერთი და როგორ მივედი სახლში არ მახსოვს. ნუ იმ ღამეს რა თქმა უნდა მთელი ოჯახი ავიყარეთ და ჩვენ წავედით თბილისიდან. და დიდი ხანის შემდეგ საქართველოში კი არა თბილისში არ დაუბრუნებულ ვარ. ქალბატონ მზია, თქვენ რადიო ჟურნალისტი ბრძანდებოდით, ხო? თქვენთან რა მოხდა? მოგესალმებით ყველას, ჩვენს ტელემაყურებელსაც. საკმაოდ გაკვირვებული ვარ, რომ 22 წლის განმავლობაში სულ მეორედ დამეძახეს ტელეეთერში. არ ვიცი რატომ გაგახსენდით, მაგრამ ისე ხალხს ვახსოვარ ხოლმე გადაცემებით. როდესაც 16 სექტემბერს დაიბლოკა ტელევიზია და რადიო და ჩვენ ვიცოდით, რომ ეს მოხდებოდა, გავიგეთ კიდეც და გადაცემას ვერ წავიყვანდით, მე და ჩემმა მეგობარმა ვიკითხეთ, რა საშუალება იყო და წავედით შემდეგ ბატონ ზვიათთან. და სათადარიგო გადამცემიდან გავუშვით პირველი გადაცემა, რომ არ შეწყვეტილიყო მაუწყებლობა. ჩვენთვის მართლაც არავის არ დაუძახნია. ჩვენ თვითონ გადავწყვიტოთ, იმიტომ რომ გვწამდა, რომ ზვიად გამსახურდიას გვერდით დგომა ნიშნავდა საქართველოს გვერდით დგომას. და ჩვენი საქმე იქ და კარგად უნდა გვეკეთებინა. ჩემზე დევნა გამოცხადებული იყო იმ პერიოდშივე, როცა მე დავიწყე გადაცემები. მოდიოდა იუსტიციის მინისტრისგან ჩემთან ინფორმაცია და პირადად მეუბნებოდა, რომ მემუქრებოდნენ, რომ სადმე პიკეტზე თუ გამაჩერებდნენ, ნუ კარგი ამბავი არ მოხდებოდა. ეს ყველაფერი ბატონ ზვიათს ახლა გათვალისწინებული ქონდა, მყავდა დაცვაც და მანქანაც მემსახურებოდა და გვიცავდნენ შეძლების დაგვარად, როგორც კი იყო ეს შესაძლებელი. და ამ ყოველივეს დაამთავრების შემდეგაც, რა თქმა უნდა, მე მომიწია დამალვა. ჩემგან ხელმარცხნივ ხედა ჟურნალისტები, რომელთა ჟურნალისტური ბიოგრაფია ასევე არ არის, ასე ვთქვათ, მარტივი, მათაც ბევრი რამის გადატანა მოუწიათ, მაგრამ შენ იყავი იმ ჟურნალისტთა შორის, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ ტელევიზია არ იყო თავისუფალი. მინდა დიდი მადლობა მოგახსენოთ იმ მრავალრიცხოვანი წერილებისათვის, რაც ჩვენს რედაქციას მოუვიდა თქვენი მხრიდან. სამწუხაროდ მოხდა ისე, რომ აი ეხლაც მე რო უსმენ, ბევრი ისტორია ჩემთვის არის აბსოლუტურად შოკის მომგვრელი და მე პირველად მესმის ამ ადამიანების აი ესეთი ტრაგედია. ძალიან ბევრი წლის შემდეგ გავიგე მე, რომ
დაუშვათ ვიღაცას პიროვნულად რამხელა ტრაგედია ქონდა გადატანილი. მთელი ტრაგედია დაიწყო აქედან, გახლეჩვა, რომ ჩვენ ფიქრობდით დაუშვათ ერთი ნაწილი, რომ დემოკრატია იყო მთავარი, მეორე ნაწილი სხვა რამეს ფიქრობდა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ახალგაზრდებიც ვიყავით, პოლიტიკური კულტურა აბსოლუტურად არ გქონდა და ყველას გმირობა გვინდოდა, აი რაღაცა გვეგონა, რომ აი რაც მეტ პროტესტს გამოთქვა, უფრო მეტად გმირი ხარ და აი ეს რაღაცა ხელისუფლებაში ვინც არის აუცილებლად იმას უნდა პროტესტი გამოუხატო და ასე შემდეგ. თვლიდით, რომ ეს იყო სწორი პოზიცია და ვისაც მოსწონდა ხელისუფლება, იმათ თვლიდით, რომ აი როგორ შეიძლება რომ ხელისუფლებას აქებდე. აი ადამიანები არაჩვეულებრივი ულამაზესი ქალბატონების ხედან ჩემ წინ და ჩვენ ვიყავით აბსოლუტურად დაპირისპირებული ერთმანეთთან, ისე რომ აი საბოლოოდ ტყვია გავარდა ჩვენ შორის. არც ქეთინოს ჩვენი პირადი აზრი არასოდეს არ გამოგვითქვამს და არ ჩავრეულ ვარ და არავინ არ იცის დღემდე თამუნა საყვარელო ეხლა უკვე ვიცი ეს სათქმელი ეს უბრალოდ მიანიშნებს იმაზე რამდენად არადემოკრატიული იყო საქართველო რომ აი ეს αრავინ არ იცის რა მოხდა როგორ განვითარდა ეს ყველაფერი სად წავიდა ეს ხალხი თუ იბრძვი დემოკრატიისთვის წარმოიდგინეთ აი მე თქვენ გეკითხებით ნეიტრალურ პიროვნებას წარმოიდგინეთ თუ იბრძვი დემოკრატიისთვის შენი კოლეგა როცა აღარ მუშაობს დატოვა სამსახური არ უნდა იკითხო ვთქვათ რატო სად წავიდა ეს ადამიანი სამუნა თქვენც არ გიკითხავთ როდესაც მე დეპეშა გამომიგზავნეს რომ სამსახურში აღარ მოხვიდე იმიტომ რომ შეხარ პუჩისტი და მხედრიონელი და რაღაცა რომელიც არ ვიყავი და არასდროს არ ვიყავი ამ დროს აი ხა ვამბობ პირველად და ეკა დიდი მადლობა იმიტომ რომ მეც 22 წლის განმავლობაში პირველად ვარ ამ თემაზე მოწვეული და ძალიან ბევრი ვიფიქრე ღირდა თუ არა მაგრამ იმდენი აგრესია არის აი ამ თემებზე იმდენი არასწორი ინფორმაცია იმდენი გაურკვევლობა რომ მე გადავწყვეტე რომ აი იყოს პირველი დარტყმა ჩვენზე კიდევ ერთხელ მივიღებთ ამ დარტყმებს კიდევ ერთხელ არ ვიცი თუ საბოდიში ვარი ბოდისაც მოვიხდი თუ რაღაცა დასაჯელი ვარ კი ბატონო დავისაჯოთ დაიწყოს ჩემით ეს დასჯა არ მაქვს პრეტენზია აი რა სახის იქნება როგორი იქნება გასამართლება იქნება რაც იქნება იქედან გრძნობდით ჩვენ ტკივილს იქედან გრძნობდით სიძულვილს მაგრამ ჩვენ იმითა ვართ უკეთესები და ვთვლი ამას ხას უსვამ რომ ჩვენ სიძულვილის გრძნობა არ გქონია. დამით მაღლა ვდგავართ. ეს ალბათ ეხა სიყვარულიდან გამომდინარე არის, რომ სიტყვა ვერ დავამთავრე და უკვე კარგი, მაკამ. რამდენი ეს მივიღე. მე დავდიოდი მიტინგებზე, როგორც დადიოდა ის არასდროს ჩემთან არ ყოფილა არც ერთი მაღალჩინოსანი გადაცემაში, არც ერთი ხელმძღვანელი პირი, არც ერთი პარლამენტარი. მე დავდიოდი იმ მიტინგებზე რომელსაც ატარებდა ოპოზიცია და მე ვთვლიდი რომ ეს იყო ამ შემთხვევაში სწორი, რომ ოპოზიციური მიტინგები, ანუ საწინააღმდეგო მიტინგები გამეშუქებინა და მე ამას თითქმის უმონტაჟოდ გადავცემდი მთლიანად ტელევიზიით. ამიტომ გამოიწვია ყველაზე დიდი აგრესია ჩემმა გადაცემებმა, იმიტომ რომ მე მხედავდნენ ყოველთვის აქტიურად. ეს იყო მიზეზი, სიმართლე თუ გინდათ. დანარჩენები, რომლებიც აი თვითონ სიუჟეტები რო არ მოგწონდათ, ისინი არც იცით ვინ არიან. მე ვჩანდი, იმიტომ რომ მე სუდა ყვებოდით და იმ მიტინგებიდან ვაკეთებდი რეპორტაჟებს. თინა გოგუაძე იყო ერთ-ერთი პირველი დაჭრილი ჟურნალისტებს შორის. მე მუშაობდი ტელევიზიაში, ტელეჟურნალისტიკური კომპლექსი იყო, ესეთი განყოფილება, სადაც ფაქტიურად კეთდებოდა ახალი ამბები და ყველაფრის მონტაჟი და გადაცემები მზადდებოდა. ჩემი პროტესტი პირველი რამაც გამოსგეუბნებით. მახსოვს მანამდეც იყო რაღაც პატარ-პატარა მომენტები, მაგრამ 2 სექტემბრის ამბებზე მოიტანეს მასალა. მაშინ იყო თემურ კვანტალიანი ტელევიზიის დირექტორი, რომელიც არ ვიცი ახლა ყველა სახსოვს აი აგ მე ვხედავ მაშინდელ ოპერატორებს. მოხსნა მე დეპეშა გამომიგზავნა, მაგრამ ვინმე გააპროტესტეთ არა? უკანი არაყი ჯიბეში დადიოდა და ნუ ეს არის გახლეჩილობა, მეთქი კი არაფერი. დიახ, იარაღი აშკარად ედო, იარაღი და ესე ტელევიზიის დირექტორი. კვანტალია? ხო, და მახსოვს ეს 2 სექტემბრის გადაცემა უნდა მომზადებულიყო რა და ნუ იქ პირდაპირ გვითხრეს რომ ამოგვიღო რაღაც კადრები რა როგორც ხდება ხოლმე და ნუ ეხლა იმდენად მნიშვნელოვანი კადრების ამოღებას ითხოვდნენ მახსოვს ჯაფარიძე იყო საინფორმაციო სოფოს თუ არ ვწდები ხო მაგრამ 2 სექტემბერი იყო პირველი დარბევა რომელიც ეს EDP-ს მიტინგი ხო დიახ იმდენად მნიშვნელოვანია ხა ნუ კი პატარ-პატარა ამოღებები ყოველთვის ხდება მაგრამ და ნუ მე გამოვთქვი პროტესტი
და ნუ არა თქო და ავედი ამ ჯაფარიძესთან საინფორმაციო სუფროსთან რომ ეს არ შეიძლება და მე ამას არ გავაკეთებ თქო. აქედან ნუ წავიდა რაღაცა მოხდა ჩვენ შორის უთანხმოება და ამიყვანეს კვანტალიანთან. ნუ კვანტალიანთან აგითხრათ ახლა კაცი იარაღი შიშარა არა ვარ ბუნებით, მაგრამ კაცი რო გელაპარაკება და იარაღს ხელში ათამაშებს, ახლა ნუ სადღაც მისი მხრიდან ხო ის არის ხო დაშინების ის. ხო და მოკლედ ნუ აღარ მოყვები დეტალებს, მაგრამ გამოვედი ისე რომ მე არ დავთანხმდი ამის გაკეთებაზე. ამასობაში მოხდა კიდევ აღარ მახსოვს იმავე დღეს თუ მეორე დღეს ესეთი რაღაცა რომ მერაბ სიჭინავას გადაცემა მე პაროდიებს რო აკეთებდა პოლიტიკოსებზე. მათ შორის ბატონ ზვიად გამსახურდიაძის და პაროდიას აკეთებდა ყველაზე. ხო გახსოვთ ალბათ? თემურ კვანტალიანი რეკავს რომ სასწრაფოდ გააჩერეთ ეს გადაცემა როგორ ახლა ეთერში გადის გადაცემა როგორ გააჩერეთ 15-20 წუთი იყო გასული და რეალით მოვარდა მანქანა ძალიან ისე ხმაურით რაღაცები და ნუ შემოვიდნენ ხმებით გავიგეთ რომ შემოვიდეთ და პირდაპირ შემოგვეჭრა უკაცრავად ყველასთან მაგრამ მანანა არჩვაძე და დაიწყო ნუ არ ვიცი როგორი პირდაპირ რომ მოეთხოვა და ჩვენ რომ არ გავთიშეთ და რომ არ ვიცი როგორ გაგვენწყა ავიდნენ და ანჯიდან გათიშეს გადაცემა 22-ში გავარდა ტყვია 2-დან მივიდით 22 დეკემბრამდე პირდაპირ და მახსოვს დედაჩემა მიპოვა იქვე ვცხოვრობ სოლოლაკში და 2 ღამე რო არ მივედი იმიტომ რომ თქვენ გახსოვთ რა დაძაბული დღეები იყო და მაინდა-მაინც 22-ის წინ ბარიკადებიც მოიშალა ყველაფერი და ისეთი მშვიდი იყო რომ ცოტა არ იყოს შემეშინდა ამ სიმშვიდის ბოდიშვიხდი რუსული ტერმინი ზატიშიე პერედ ბური რო იტყვიან აი მივხვდი რომ რაღაცა უნდა მოხდეს და დედაჩემი რომ მოვიდა შვილო მოდიო ჩაი მაინც დაგალევინო სახში მეთხარი აქ დედა რაღაცა ხდება და გრძნობ და უნდა ვიყო არაო თხოვა მევე წაგიყვანო და გამოყვებიო და რო დავეთანხმე და რო წამოვედი და ჩემი პირველი სკოლის წინ აი თავრობის სასახლესთან არ მისული 8 წდა სროლა და ერთი ამბავი მე დავეცი დედაჩემა იფიქრა დავიჭერე რო წავიქეცი უკვე ვეღარ მოძრაობდი და პირველი სკოლის წინ ხესთან ჩავწეკი დედა ნუ რისი დედა აფთარივით გადამეფარა და სამხედროების ოჯახში გაზრდილი ვარ და იარაღი ჩემთვის უცხოხილი არ ყოფილა თუმცა ისე ღირსეულად გავიარეს 22 წელი ომებიც რომ ჩემი ერთადერთი იარაღი კამერა იყო მე იარაღი ხელში არ ამე და ისე მოხდა რომ დედას უთხარი დედა ნახე ახლა გვაჯდება მიზანზე იმიტომ რომ უკვე ვცნობდი იმ იარაღის კონკრეტულ ხმას და მოგვიახლოვდა მე ვთხარი 5 გასროლა რო იყო და გრძნობ რომ რაღაც შეთამაშდა ახლოს დედა მზად იყავი თავი დამალე და გული დანარჩენი რაღაცა გვეშველება ეს თქვი თუ არა და ფეხში მოხვდა ერთი და აი მომხვდაო მეუბნება ესე მშვიდად ნუ ახლა ნებისმიერი შვილი აღელდება ბოდიშით ემოციები მაგრამ გიყვებით ამას უცბად მოკლედ მე უცბად კიდო მომხდა მე მგონი გულშიო მანდ გავგიჟდი და კვირილი დავიწყე და მაპატიეზე და ერთხელ შევიგინე მაგ დროს ახლა ვინმე თუ გამჯის რომ მე ამ პრეზიდენტს შევაგინებდი ან ვინმეს კარგად გამეკეთ ახლა დედის სისხლში წევხარ ვერაფერს ვერ შევდი ვერც გამოყავს და მე გეტყვი იმ დილით 25 კაცი ძლივს დავთვალე უკან ეხლა ვსვავ საკითხს ვინ გაიგებს იქ ვინ გესვრის იქ შეიძლება ზუსტად ის მესამე ძალა დაინტერესებული იყო რომ ჟურნალისტია თან CNN-ის წარმომადგენელია მოდი ეხლა ამოუღოთ ამასა ყველაფერი და მე ის ოპოზიციას დააბრალებს ოპოზიცია ამათ დააბრალებს და დაიქოქა მანქანა
შეუძლებელია რომ სამწუხაროდ ხა ამ ყველაფერზე აი ესე დაწრულებით ყველა ნიუანსში ყველაფერი მოყვე. არ ეყოფ არც ერთი გადაცემა, მაგრამ მე ძალიან მინდოდა რომ თქვენ აქ მომეყვანეთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი თქვენგანი მეცნობოდა სახეზე, არა მარტო მე თელ საქართველოს და მინდა მთელ საქართველოს უთხრა დღეს სადახართ და რას ფიქრობ. აი 22 წლის მერე ჟურნალისტები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი როლი გვაკისრია ყველას, ხო? რა დასკვნა გამოიტანეთ? აი რა არის მთავარი? აი თქვენგან მინდა დავწყოთ, რომ აი ესეთი რაღაცები არ მოხდეს, რომ ადამიანი უცებ არ ხრებოდეს ეკრანიდან და შენ არ იცოდე მის შესახებ საერთოდ ცოცხალია თუ არა. რა უნდა გავაკეთო? დემოკრატია არ არის ფაქტი, აი ესეთი რომ აიღო და სადღაც დაადო და ჩასვა რაღაც იმაში, ჩარჩოში. ეს არის პროცესი, ყოველდღიური შრომა ჭირდება, ძალიან დიდი ინტელექტი ჭირდება. 200 წელი რა იყო საქართველოს 1990 წლის 28 ოქტომბრამდე, როცა ფაქტიურად აი შეიცვალა რაღაც კოლოსალური ცვლილება მოხდა. 1990 წლიდან 1991 წლის 21 დეკემბრამდე როგორ უნდა მომხდარიყო სრულყოფილი დემოკრატია. აი ეხლაც არ არის საქართველოს ჯერ კიდე აი ესეთ ბედნიერ ეპოქაში, რომ ჩვენ ყველანი ვიყოთ აღფრთოვანებული იმით, რაც ხდება ვთქვათ სიტყვის თავისუფლების თვალსაზრისით და რაც ხდება ეკონომიკური თვალსაზრისით და რაც შეეხება პირად აი გამოცდილებას ჩემსას. აი ძალიან მიყვარდა ჩემი პროფესია, აი წარმოუდგენლად მიყვარდა, მაგრამ არის ორი რაღაც, რაც უფრო მიყვარს, სიმართლე და თავისუფლება და დღესაც ესე ვთვლი. ყოველთვის ესე იყო და მე იცით რა, ბედნიერი ვარ, რომ სიმართლე და თავისუფლება უფრო მიყვარს, ვიდრე ჩემი პროფესია. კი ბატონო, დიდი მადლობა. კაპიტან თინას მინდა ვკითხო გოგოაძეს. ხო, ეკა რაღაც უკმარისობის გზნობა დამჩა, იმიტომ რომ მე დავიწყე და ვერ დავამთავრე თავი ძიტაც. რაც მინდა და მეთქვა რაც თავარი. ისე ნუ გადავდოთ ახლა ბევრი რამის ლაპარაკს კი არ ვაპირებ, მაგრამ 22 დეკემბერს დილით 8-10 წუთზე დავიჭერი მე ვიყავი პირველი დაჭრილი, აბსოლუტურად პირველი. საქმე იმაში რომ მანქანაში ნუ ერთი ტყვია მომხდა ხელში, მანქანაში ჩავწექი და მეორე ტყვია თავში მომხდა და ნუ ეგ სასწაული რაღაცა მოხდა იქ რა თქმა უნდა გზნობა დავკარგე და მოვკვდი და რაღაცა და რომ წამიყვანა ვის მანქანაშიც ვიჯექი ეს პიროდ ხო მინდა აღვნიშნო რომ მე ტყვია როგორი იმითაც მომხდა სხვა იმიდან არ მომხდებოდა სხვა ადგილიდან ვერ მომხდებოდა და დავინახე კიდევა სანამ ხელში მომხდა რომ კიბეებიდან პარლამენტის შენობის წინ რო კიბეებიდან იქიდან წამოვიდა ტყვიები. რაც ვარ წაუყვანი ვარ მე-9 საავადმყოფოში, მანქანა სულ დაცხრილული იყო, მე არ და ჩამიყვანეს მორგში. 4-5 საათი ყოფილვარ მორგში და მე მამუკარიშიძემ და ტელევიზიიდან ვიღაცებს ვინც გაიგეს მაშინ იმ არეულობაში და აი მაკამაციცის და ლევან მასაყვა და მოვიდნენ უკვე მკვდრის წასაღებად, შემთხვევით მიპოვეს რომ თურმე სისხლმაღებინებდა და ამიყვანეს რეანიმაციაში. ნუ ძალიან ნუ მკვდარი ვიყავი რა თქმა უნდა, აბსოლუტურად თავში, ხელში რაღაც უამრავი სიცხლე დაკარგული და 3 თვე აქ ვიწექი და მე ნუ უკვე ჟურნალისტთა კავშირი, ბევრი ვიღაცა ჩაერია ჩემს იმაში და წამიყვანეს გერმანიაში. 3 ოპერაცია უმძიმესი აქ გამიკეთდა და 4 იქ და ერთი ოპერაცია რომელიც 14 საათი გრძელდებოდა და 12 პროფესორი მიკეთებდა გერმანიაში არ იყვნენ დარწმუნებული რომ მე თუ გადავრჩებოდი ნუ სრულფასოვან ადამიანად ნუ დავრჩებოდი აზროვნების მხრივ რა ნუ ძალიან ბევრი გადავიტანე მოკეთებებით იქ ვიყავ მაგრამ რა მინდა ვთქვა მე ვიცი რომ მაინდა-მაინც ჩემთვის დამიჯნებით არავინ არ უსროლია მაგრამ რო ვიცოდი რომ ვიცი მტყვია მომხდა სიტყვაზე რა არანაირ რაზია ლაპარაკი აიჩვევ როგორც მაკა და ლევანიზიანის ისე დაუჯდები და დაველაპარაკებ თინამ აღნიშნა ის რომ ყველაფრის მიუხედავად მე ესე გავიგე ის აპატიებდა იმ ადამიანს და დაიწყებდა ცარიელი ფურცლიდან აი თქვენზე არ ვსაუბრობ ზოგადად ვსაუბრობ ამ სიტუაციაზე აი თქვენ რას ფიქრობთ რა დაამთავრებს ამ დაპირისპირებას და ამ თემის ასე ემოციურად განხილვას
ეს ასე იოლად არ დამთავრდება მიუხედავად იმისა, რომ მე მსურს რომ ეს დამთავრდეს და დამრგვალდეს. მაგრამ აი მაშინ ტყვით განდევნა პრეზიდენტისამ გამოიწვია ეს 22 წელი. თქვენ შეგიძლიათ რომ ჩვეულებრივად ასე ვთქვათ იმ ადამიანებზე რომელზეც ნაწყენები იყავით თქვენ ჟურნალისტებს ეს შეგიძლიათ აპატიოთ მარტივად რომ ვთქვა. ნაპატიები არა ხანია მე ნაპატიები მაქვს და არც არავის გამოვკიდები ვარ და არც არავისთვის მიჩივლია. სრულიად პოლიტიკის გამო გამაგდეს სამსახურიდან და ორსულ ქალს დამიწერეს რამდენიმეჯერ გაგდების განცხადება მერეშ გაჩერდნენ. ნუ უსკრულიაო გააჟღერდა რამოდენიმეჯერ და ეს დარჩება უსკრულად რატომღა წინასწარ გვაგუებენ აზრს რომ დარჩება. რაც იქნებ არ დარჩება და მე მაპატიეთ და ცოტა ინჟინრის გამოცდილებაც მაქვს. ხიდები არსებობს რა. ბოლოს და ბოლოს შევეცადოთ ეს ხიდი გავაკეთოთ და მე ლევან შანიძე ეხლა ვეგეთყვეთ თუ გვინდა და თავარია ნება იყოს და სრული პირადი მაგალითი შეგვიძლია მივცეთ ჩვენ ვისაც გვეთკინა ვისაც შეგვეხო მათ თურმე შეგვიძლია ვაპატიოთ და ვიღაცები ვერ პატიობენ და ამის გამო გვაშინებენ კიდევ დაპირისპირებით. იცით რა მე ყოველთვის ამ პოზიციაზე ვიყავი რომ მტრობა შუღლი და სიძულვილი ეს არ არის ნორმალური თვისება. ჩვენ გვადგინეს გული ძალიან. იმიტომ რომ ჯერ ერთი არავის არ აინტერესებდა ჩვენი ბედი, რა გვჭირდა, დავიხოცებ, ცოცხლები ვარ, შია, წყურია. არავინ არ დაინტერესებულა არც ერთი ჟურნალისტი და უარესი კიდევ. თუ კი რამ არსებობდა ჩვენზე გადაცემები ტელევიზიის არქივში არც ერთი აღარ არის. გაანადგურეს. მიზან მიმართულად გაანადგურეს. რომ საერთოდ ამოგძირკვეს ყველგან და ყველაფრიდან. მე მახსოვს ერთხელ თაკოს გადაცემა, რაღაც გადაცემა გააკეთდა, რომელშიც შემთხვევით დაჭირდათ არქივიდან ამოღებული მასალა და უცებ გამოჩნდა თაკო გელაშვილი. გაწყდა გადაცემა შეწყვიტეს და დათბირზე რა სკანდალი აწყდა. როგორ გაიპარა, რა ვინ ვიყავით ჩვენ, ადამიანები არ ვიყავით, ჟურნალისტები არ ვიყავით, რა დავაშავეთ ბოლოს და ბოლოს. ჩვენ ვჯეროდა იმ ადამიანის, რომელიც უკვე გამოჩნდა დღეს მგონი რომ იყო ღირსეული პრეზიდენტი და ერთადერთი რა კეთილსინდისიერი ადამიანი საქართველოსთვის გადამკვდარი. გვჯეროდა მისი და ვიდექით მის გვერდზე. მე დღესაც მიამაყება ეს, რომ ვიდექი იქით და არა აქეთ. კი ბატონო, და სმაკა გისმენთ. ზუსტად იგივე არის ჩვენთან მიმართებაში, ეკა აბსოლუტურად აი რასაც ქალბატონები ამბობენ, ზუსტად იგივეა. ეხლა ხან ჩემო მეგობარმა ჩაწერა ჩემი სახელი და გვარი და არც ერთი სიუჟეტი არ ამოვარდა, ასე რომ ამ შემთხვევაში ჩვენ ერთი ბედი გავიზიარეთ. ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა, ჩვენ მაინც რაღაცა გარკვეულწილად ვიყავით დაპირისპირებული მხარეები და ეს ესე არის. ამას არ პოზიცია შეიძლება მქონდეს, მაგრამ ჩემ მუშაობაზე ეს არ აისახებოდა. მე რა მინდა ვთქვა, ეს არის ზუსტად ჩვენი ტრაგედია. ჩვენ აქ ამიტომ ვარ ზუსტად. 22-ში ზუსტად ამიტომ ვიყავით ჩვენ აქეთ ხარ. მე და თამრიკო დეკანოსიძე ვიყავით ჩაყუზულები და ვიღებდით ჩუმად. ჩვენი კადრებია, თამრიკოს გადაღებული კადრებია, როდესაც მამუკა ბერძენიშვილი დაიჭრა და სამი ტყვია მაქვს მუცელშიო მამუკა კადრში ამბობს. ასევე დაიჭრა თინიკო. სახეში გაუარა ავტომატის ტყვია მეკა. რაღაცა უბრალო კი არა. და ჩვენ მკვდარი გვეგონა მორგში ვეძებდით თინიკოს. ლევანი, რომელმაც არ დაასრულა და არ მოყვა, მის თვალწინ დაიჭრა დედამისი. სამი ტყვია მოხდა დედამის და დეიდამისი, მერე მის საშველად მოსული. ეს ყველაფერი ჩვენს გადავიტანეთ. ძალიან წოხვარ, აი ძალიან წოხვარ და მართლა გულწრფელად გული მტკივა. მე არ მინდოდა რომ მე დავიჭერი, მეც დავიჭერი, ეს იმდენად აღარ არის საინტერესო და სალაპარაკო, რომ არც აღნიშნავ ხოლმე. მე აუცილებლად მინდა ვთქვა, ის რაც დავიწყე და ვერ დავასრულე. რომ ჩვენ ვიყავით ძალიან ახალგაზრდები, ძალიან გამოუცდელები. პირველად მოგვეცა რაღაცის საშუალება და რაღაც ზედმეტები მოვინდომეთ. რასაკვირველია შევცდით. მე არ მინდოდა რომ ზვიად განსახურდია ესე ტრაგიკულად დაღუპულიყო. არ მინდოდა ნამდვილად. მე ამას ძალიან განვიცდი და მე ძალიან განვიცდი და ძალიან დიდ ბოდიშს ვხდი ყველას იმ წილისთვის რა წილიც ჩემი არის ამ ყველაფერში. იმ ადამიანების ოჯახებს ძალიან დიდ ბოდიშს ვხდი, ვისი შვილებიც დაიღუპნენ მაშინ, როდესაც იხვრიტებოდა მიტინგები. ეს არის ძალიან ცუდი და ძალიან მძიმე ტვირთი. მაგრამ ზია, არ შეიძლება ერთი მხარე მუდმივად იდგეს დოინჯი და მუდმივად შენებოდიშებოდე და ის იძახდეს, აი რაც მოხდა დღეს დარბაზში, რომ მუდმივად იძახდნენ, რომ აი ესე დიახაც არა. ან ვრიგდებით,
ადამიანებს თუ კი უნდათ შერიგება, ისინი აუცილებლად იპოვიან ამისთვის მიზეზებს და თუ არ უნდათ შერიგება, ამისთვისაც აუცილებლად მიზეზებს იპოვიან. და თუ გვინდა ჩვენ შერიგება, აუცილებლად ერთმანეთს უნდა ვაპატიოთ. მაპატიეთ თუ შეგიძლიათ და მეც გაპატიებ. სულ ბოდი შევხვდი ამ ბოლო დროს დიმაეთებში. ძალიან დიდი მადლობა, ეს გადაცემა დასრულდა. დიდი მადლობა, ეს გადაცემა დასრულდა. ასეთი არის საქართველო და თბილისი 22 წლის შემდეგ. დასკვნები თქვენ გამოიტანეთ. მომავალ ოთხშაბათამდე.